აა ჩვენი სასემინარო, ესე იგი, განრიგი ჯერ კიდევ არ დასრულებულა 30 ივნისის ჩათვლით, თუ არა 1 ივნისის პირველი კვირის ჩათვლით სულ ვიმუშავებთ და დღეს ჩვენ გვაქვს ასეთ სასიხარულო ამბავი, რომ ჩვენი ასოციაციის ფარგლებში ილაპარაკოს მისმა წევრმა მარიამ ბიაშვილმა, რომელიც ამავე დროს არის ასოციაცია მწვანე-სახლის წევრი და მისი ხანგრძლივი, ესე იგი, მრავალი წლის წინ შემოუერთდა ის ჩვენს გუნდს და მწვანე-სახლს, რის შემდეგაც გარკვეული კლინიკური თუ თეორიული პრაქტიკის შემდეგ გააგრძელა უკვე მოღვაწეობა მარიამმა საფრანგეთში, რომელიც არის კლინიკური ფსიქოლოგი. პარიზის თუ რამე შემეშლება მარიამ შენ თვითონ შემიცორებ, თუ რომ მე იმას ვკითხულობ, რაც წერია ჩვენს განცხადებაში, ანოტაციაში. Mhm. ის არის პარის სიტე უნივერსიტეტის ეს არის უნივერსიტე დე პარის სიტე, რომელიც არის ყოფილი დიდროს უნივერსიტეტი, მაგისტრანტი კლინიკური ფსიქოლოგიისა და ფსიქოპათოლოგიის მიმართულებით, ფსიქოანალიზის მიმართულებით, პროფესიული გადამზადება და სტაჟირება გაიარა დიდროს უნივერსიტეტში, აგრეთვე საფრანგეთის სხვადასხვა ინსტიტუციებში, მათ შორის ბონეის კლინიკაში, რომელსაც თქვენ ციცოთ დღეს ხელმძღვანელობს კატრინ ვანიე, რომელიც ჩვენ გვესაუბრა ამ ექსპერიმენტული ამ ადგილის შესახებ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ფსიქოანალიტიკურ ფორმაციას გადის ესპას ანალიტიკში, ანუ პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციაში. არის ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრი და ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მწვანე-სახლის ფსიქოლოგი, ფაქტიურად ამ წუთას აქტიური არა, იმიტომ რომ სხვაგან არის, მაგრამ ის ჩვენი გუნდის წევრია. და რაც თავარია, ის დღეს გვესაუბრება ისეთ უნიშნულოვანეს საკითხზე და სადავო საკითხზე და ბოლო 10 წლეულებია ალბათ ამაზე მიდის ძალიან ბევრი ლაპარაკი, ზოგადი სათაურით აუტიზმის საკითხი ფსიქოანალიზში. და სიტყვას გადავცემ უკვე თავად მარიამს. დიდი მადლობა გიგა წარდგინებისთვის და ბოდიში მარიამ ერთი ჩერტა მე 7 საათზე ზუსტად სადღაც 10-15 წუთს უნდა გავიდე და ისევ დავბრუნდები, ესე იგი 15 წუთიანი აფსანს მექნება როგორც ისე ჩანაწერი არის და კი, კი ბატონო გიგა ძალიან დიდი მადლობა. ძალიან სასიხარულოა ჩემთვის, როცა ახლა პირველად ასოციაციის ფარგლებში მონაწილეობა, ასე ვთქვათ, სემინარის საკითხვა. ანუ დრო არ გვაქვს ესე განსაზღვრულად რამდენი ხანი უნდა ვილაპარაკო თუ ანუ მე მიუყვედა ვილაპარაკო და მე ანუ შენი ხმა არის მის გიგა გამართული გაქვს მიკროფონი. შეგიძლია 1 საათი, საათნახევარი ლაპარაკო, ნახევარი საათი, სულ 2 საათი გვაქვს. აჰა. კარგი, მაშინ ნახევარი საათი მოვიტოვოთ კითხვებისთვის. კი ბატონო. დაგეთანხმები მაშინ, ანუ იმაში, რომ აუტიზმი ერთ-ერთ სადავო საკითხად რჩება ჩვენს რეალობაში ნამდვილად და დებატები არ წყდება ამ საკითხის ირგვლივ. მეც ძალიან დაინტერესებული ვარ ამ კუთხით და გარდა მაგისა ძალიან ბევრი წელი ვიმუშავე თბილისის მწვანე-სახლში აუტისტ ბავშვებთან. შემდეგ აქეთ წამოვედი, აქეთ მქონდა შეხება ამ საკითხთან უფრო მეტად მივახლოვებოდი ამ საკითხს და შესაბამისად ჩემი ინტერესი და ჩემი ცოდნა ამ მიმართულების ირგვლივ ტრიალებს, თუ შეიძლება რომ ასე ითქვას. ანუ უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ აუტისტური სინდრომი და დღესდღეობით აუტიზმი, რადგან ასე უწოდებთ ჩვენ დღეს, წარმოადგენს გამოწვევას, როგორც სამეცნიერო კვლევის ფსიქიატრიისა თუ ანალიზის პერსპექტივიდან და ძალიან ბევრი დებატები ეწყობა ამ საკითხის ირგვლივ. ეს გამოწვევა ეხება ასევე მის ეტიმოლოგიასაც და მის მკურნალობასაც. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს სინდრომი თავისი გამოვლინებებით, თავისი მრავალფეროვანი გამოვლინებებით კვლავ ძალიან იდუმალებით არის მოცული და განსაკუთრებით ალბათ კიდევ უფრო საინტერესო ხდება მას შემდეგ, რაც DSM-5-მა გააფართოვა ეს სპექტრი და ფაქტიურად შიგ შეიყვანა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა აქამდე არ ყოფილიყო ამ სპექტრის ფარგლებში და ამან რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაზარდა და გაამწვავა ინტერესი ამ საკითხის ირგვლივ და უფრო მეტი დებატები წარმოშვა ეტიმოლოგიასა თუ მის მკურნალობასთან დაკავშირებით.
მე დღეს არ ვილაპარაკებ DSM-5-ზე, ვილაპარაკებ უფრო მეტად აუტიზმის ისტორიაზე, ამ სიტყვა აუტიზმის წარმომავლობაზე, საიდან წარმოიშვა, რომელმა ავტორებმა ცადეს მიახლოება და ასე შემდეგ. ანუ აქვე განსაზღვრავ იმასაც, რომ ხშირ შემთხვევაში არ იყენებენ ხოლმე სიტყვა აუტისტს და უფრო ამბობენ ხოლმე აუტიზმის მქონე ადამიანი, თუმცა მე არ გამოვიყენებ ამ ტერმინს აუტიზმის მქონე ადამიანს და მოვიხსენებ ჩვეულებრივად აუტისტს. და აქვე ძალიან საინტერესო პასაჟი ამოვიკითხე და თქვენც გაგიზიარებთ, შეიძლება იცოდეთ კიდეც, ანუ ტემპლ გრანდინის სიტყვებს წაგიკითხავთ, რომელიც ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანია, აუტისტი და რომელიც აუტიზმს გენეტიკურ დაავადებად მიიჩნევს. თუმცა ის ამბობს, რომ თითის ერთი დაქნევაც რომ შემეძლოს იმისთვის, რომ აუტიზმისგან თავი დამეღწია, ამას არ დავაკეთებდი, რადგან მე აღარ ვიქნებოდი საკუთარი თავი. ჩემი აუტიზმი, ჩემი ვინაობის განუყოფელი ნაწილია. და ასევე აღმოვაჩინე ამერიკელი აუტისტი ბიჭი, ჯიმ სინკლერი, რომელიც მაღალი ფუნქციონირების აუტისტი ადამიანია, რომელიც ასევე წერს, რომ აუტიზმის მიღმა არ იმალება ნორმალური ბავშვი, ეს აუტიზმი ეს არის არსებობის გზა, რომელიც არის ყოვლის მომცველი, ძალიან მრავალფეროვანი და ის აფერადებს ყველა გამოცდილებას, შეგრძნებებს, აღქმებს, აზრებს და ის, რომ აუტიზმის ადამიანისგან გამოყოფა შეუძლებელია. და ამიტომაც ვფიქრობ მეც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ ამაზე დავფიქრდებით, ის რომ აუტიზმი ზუსტადაც რომ არსებობის გზა და რომ ადამიანის აუტიზმისგან გამოყოფა შეუძლებელია. რაც შეეხება თვითონ ტერმინ აუტიზმს, ბავშვთა ამ საკითხს, ბავშვთა აუტიზმის შესახებ ნაშრომების უმეტესობა ეფუძნება ლეო კანერის ან ევგენი ბლეილერის მიერ პათოლოგიაში, ან ლეო კანერის მიერ ამ სინდრომის პირველად აღწერას, ან ევგენი ბლეილერის მიერ პათოლოგიაში ტერმინი აუტიზმის პირველად გამოყენებას. ანუ ეს ტერმინი გამოიყენა სწორედ ამ ავტორმა იმისთვის, რომ აღეწერა რეალობისგან მოწყვეტა, ასე ვთქვათ, გარე სამყაროსგან მოწყვეტა ადამიანის მხრიდან და ეს ავტორი ინსპირირებული იყო ერთ-ერთი კლინიკური შემთხვევიდან, რომელსაც მადამ იქს ასე ნომავს, ეს ქალბატონი, მადამ იქსი, იყო ძალიან ჭკვიანი ქალბატონი, მაგრამ თავისი გარშემოყოფების მიერ მიჩნეული როგორც ნევრასთენიკი. და მან ააშენა, ასე ვთქვათ, ავტორი ამბობს, რომ მან ააშენა კედელი საკუთარ თავსა და გარე სამყაროს შორის, რომელიც მოსწყდა გარე სამყაროს და ჩაიკეტა საკუთარ თავში. ბლეილერი განასხვავებს სხვა დაკვირვებებს ასევე თავის პაციენტებთან, რომლებმაც გაწყვიტეს კავშირი რეალობასთან და საკუთარ თავში ჩაიკეტნენ და სწორედ ამას უწოდებს შემდეგის აუტიზმს, ანუ გარე რეალობისგან მოწყვეტას. თუმცა ბლეილერი ამბობს იმასაც, რომ ეს პიროვნებები აუტისტური აშლილობის მიუხედავად არ არიან ჩამორჩენილები და რომ მათ შესაძლებელია ჰქონდეთ ძალიან მდიდარი შინაგანი ცხოვრება. ფსიქიატრიულ ლიტერატურაში ეს არის ფსიქიატრი ლეო კანერი, რომელიც პირველად აღწერს 1953 წელს ადრეული ჩვილობის აუტიზმს, რომელსაც ასევე დაუძახებენ შემდეგ კანერის აუტიზმს. მისი თქმით, დაბადებიდანვე ბავშვს აქვს გარშემოყოფებთან კონტაქტის შეუძლებლობა და კანერი ძირითადად ორ სიმპტომზე საუბრობს, ეს არის უცვლელობა და მარტოობა. ანუ მარტოობა როგორც კომუნიკაციის არარსებობის სურვილი, როდესაც ბავშვი ბრჭყალებში, რომ ვთქვათ, ვერავის ხედავს და უცვლელობა, როდესაც სამყარო ბავშვისთვის ფიქსირებული რჩება ცვლილებების შიშის გამო. და შეიძლება აქვე დავამატოთ ისიც, რომ ფსიქოანალიზი აი ამ ბოლო შტრიხს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ეს შეიძლება გაგებული იქნას როგორც თავდაცვა არქაული შფოთვების წინაშე და შესაძლებელია ინტერპრეტირებული იქნას როგორც ფსიქიკური ტანჯვის ნიშანი. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ორივე ხელს უშლის აუტისტ ბავშვს გარშემოყოფებთან ურთიერთობის დამყარებაში და
ასევე საინტერესო არის კანერის დაკვირვება 11 ბავშვზე ენის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, როდესაც ის შეადარებს ბავშვებს ერთმანეთს, ანუ ბავშვების გარკვეული ნაწილი, რომელიც მეტყველებს, გარკვეულ ნაწილს, რომელიც არ მეტყველებს. და ის ასკვნივს, რომ მათ შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს და ბავშვები, რომლებიც არ მეტყველებენ, შეუძლიათ გაიმეორონ იგივე სიტყვები, რასაც ამბობენ სხვები. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ამ ბავშვებს შეუძლიათ სიტყვების გამეორება, სიტყვების მნიშვნელობის გაგებისა და ვინმესთვის მიმართვის გარეშე. ანუ არ არსებობს მიმართვა, ისინი არ მიმართავენ სხვას. ანუ მე კიდე ამას უფრო ჩამოყნალდები, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში ვინ არის ეს სხვა და თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს აუტიზმის დროს ამ სხვისი ყოფნა. და უნდა ვთქვათ, რომ სწორედ ეს სხვისი არარსებობა ერთ-ერთი დიაგნოსტიკური კრიტერიუმია, რომელიც ფსიქოანალიზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კანერის შემდეგ ეს გახლავთ ჰანს ასპერგერი, დაბადებული ავსტრიაში, რომელიც დაიცავს თავის სადოქტორო ნაშრომს 1953 წელს და მისი გამოქვეყნება ხდება მხოლოდ 1954 წელს მის მიერ შესწავლილი 10-ოდე შემთხვევასთან ერთად. უნდა ვთქვათ აქვე ისიც, რომ დაახლოებით ერთსა და იმავე წელს მუშაობენ ორივენი, კანერიც და ასპერგერიც, ორივე გახლავთ ფსიქიატრი, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის ფსიქოანალიტიკოსი. ისინი მუშაობენ ერთსა და იმავე თემებზე, ისე რომ ერთმანეთის შესახებ არაფერი არ იციან და წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ერთსა და იმავე საკითხს უახლოვდებიან და მსგავს თემებზე მუშაობენ. შემდეგ ასპერგერი გამოაქვეყნებს წიგნს, რომელიც მხოლოდ, ასე ვთქვათ, 1951 წელს ლორნა ვინგის წყალობით გამოვა დღის სინათლეზე. იქამდე ნაკლებად იცნობენ მის წიგნს და ამ წიგნში, თავის ტექსტში ასპერგერი აღწერს 4 ბავშვს სოციალური სირთულეებით და განსაკუთრებული ინტერესებით, მაგრამ კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ლეო კანერის მიერ აღწერილი ბავშვებისაგან განსხვავებით. დღესდღეობით უნდა ვთქვათ ისიც, რომ უფრო მეტად მაღალფუნქციურ აუტისტებზე ვსაუბრობთ და აღარ ვხმარობთ ტერმინს, ასე ვთქვათ, ასპერგერის ბავშვები, რაც განპირობებულია ასპერგერის ბუნდოვანი როლით მეორე მსოფლიო ომის დროს. რადგან ლიტერატურაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ის იყო ჩართული იმ სქემაში, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი გერმანილის ჩამოყალიბებას ევგენიკური კრიტერიუმების მიხედვით. ეს იყო შერჩევის პროცესი, რომელიც იწვევდა, ასე ვთქვათ, ფსიქიკური დაავადებული ბავშვების განადგურებას, უხეშად რო ვთქვათ, მათ სტერილიზაციას და ანუ სერჟ ლებოვიჩი, ასე ვთქვათ, თუ დავეყრდნობით მის მოგონებებს, სერჟ ლებოვიჩი იხსენებს, ამოწმებს, როგორ შეესწრო ის აუტისტი მოზარდების სიკვდილს, რომელიც სწორედ ამ მომენტისთვის იქნება გადარჩეული ეს აუტისტი ბავშვების გადარჩევა მოხდება სასიკვდილოდ, ასე ვთქვათ. შემდეგი გახლავთ მარგარეტ მალერი, ამერიკელი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი, წარმოშობით უნგრელი, რომელიც გახლავთ ასევე ფერენცის მოსწავლე. ის ერთ-ერთი პიონერი იყო, რომელიც აუტიზმის საკითხს უახლოვდება და სწორედ მან შემოიღო სიმბიოზური ფსიქოზის კონცეფცია. კონცეფცია, რომელიც აღწერს პერიოდს, როდესაც ბავშვს არ შეუძლია საკუთარი თავის სხვისგან მკაფიოდ გამორჩევა. იგი აუტისტ ბავშვებს, რომლებსაც კანერი აღწერდა, ცხოვრების დასაწყისიდანვე აუტისტურ ფსიქოზში გამოკეტილად მიიჩნევდა, რომლებსაც არ გააჩნდათ, ასე ვთქვათ, სინთეზური ეგოს ფუნქცია. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ და განმარტოთ, აუტისტ ბავშვებს უჭირთ სხვების როგორც განსხვავებული და ავტონომიური ინდივიდების აღქმა, რადგან ობიექტი მათში არ არის ინვესტირებული. რაც მათ სოციალურ ურთიერთობებს შეიძლება ვთქვათ, რომ კიდევ უფრო, უკიდურესადაც კი ართულებდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ოშმანი გახლავთ ფრანგი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი მარგარეტ მალერის ნაზრევს ასე შეაჯამებს.
ბავშვის მიერ კონტაქტზე უარის თქმა გამომდინარეობს მისი შეუძლებლობიდან გაფილტროს შინაგანი და გარეგანი სტიმულები მარეგულირებელი ობიექტების დახმარებით. და ეს ობიექტი, ასე ვთქვათ, არ არსებული, რადგან არ არის ინვესტირებული, ეს ობიექტი შეიძლება აუტისტური გარსით. საინტერესო ასევე მელანი კლაინის სამუშაოები აუტიზმის სფეროში და მისი кейსი დიკის შემთხვევა, რომელსაც ის წარადგენს 1930 წლით დათარიღებულ სტატიაში სიმბოლოს ფორმაციის მნიშვნელობა ეგოს ფორმირებაში. დიკ ეს არის პატარა 4 წლის ბიჭი, რომელსაც განვითარების შეფერხება აქვს და ასევე არ არის დაინტერესებული სხვებით. ინდიფერენტული რჩება ტკივილზე, თუმცა მატარებლებისა და სადგურების მიმართ დიდ ცნობის მოყვარეობას ავლენს. ამ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს ის, რომ მელანი კლაინი თავდაპირველად სიტყვა აუტიზმს არ იყენებს. ის ნომავს ამ სიტყვით უფრო, როდესაც გაანალიზება ხდება ამ შემთხვევის, ასე ვთქვათ, ბოლოს. დასაწყისში სიტყვა აუტიზმის გამოყენება არ ხდება და იგი უფრო მეტად ყურადღებით დარჩება არქაულ ფსიქიკურ მდგომარეობებთან, რომელსაც ის მთელი ნაშრომის განმავლობაში შეისწავლის და მას უძღვნის მთელ ამ ნაშრომს. დღეს მე ამ შემთხვევას არ შევეხები, რადგან ძალიან დიდ დროს წაიღებს და ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება ამაზე. თუ დაინტერესდებით, ანუ შეგიძლიათ გაეცნოთ, ძალიან საინტერესო кейსია. რაც შეეხება მელცერს, წარმოშობით ამერიკელი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი, ასევე დაინტერესებული იყო აუტისტური სინდრომებით, რომელიც აუტიზმს არ განიხილავდა როგორც ასე ვთქვათ, როგორც მარტივ დეფიციტს ან ანომალიას, არამედ როგორც ფსიქიკური ფუნქციონირების სპეციფიკურ სამყაროს, რომელიც ხასიათდება მეს ფრაგმენტაციით და შინაგან სენსორულ სტიმულებზე ფოკუსირებით. ავტორი ხაზს უსვამს გარესამყაროს აღქმის და სხვებთან იდენტიფიკაციის მნიშვნელობას, ასე ვთქვათ, ფსიქიკის მშენებლობაში. მე ეს დეზორგანიზებით, ასე ვთქვათ, მე ეს დაშლით, ამაზე ხაზგასმით ავტორი განიხილავს სენსორულ არხებს, ის გამოყოფს მხედველობას, სმენას და შეხებას და მიუთითებს, რომ ეს არხები გადამწყვეტი არის ადამიანისთვის, ბავშვისთვის, იმისთვის, რომ აღმოაჩინოს გარემო და იმისთვის, რომ გარშემომყოფებთან დაამყაროს ურთიერთობა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამის საპირისპიროდ სენსორული გამოცდილება ხშირად შემცირებულია აუტისტ ბავშვებში და ისინი ავლენენ სენსორულ რეაქციებს, ეს მოსმენით თუ ვიზუალური, მაგალითად, შეიძლება რომ ბავშვი არ რეაგირებდეს ხმის ძახილზე იმ დონემდე, რომ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ყრუა, თუმცა ანუ ხშირ შემთხვევაში გამოირიცხება კიდევაც ხოლმე, მშობლებს მიყავთ ბავშვი შესამოწმებლად ექიმთან იმისთვის, რომ დაადგინონ ესმის თუ არა ყურში და ასე შემდეგ. თუმცა პარადოქსულად ისინი აღიქვამენ ხშირად ძალიან სუსტი ხმაური, შეიძლება მათთვის ძალიან გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს და ძალიან დიდი შეშფოთებაც კი გამოიწვიოს გარკვეული ხმის წინაშე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნებისმიერი ცვლილების მიღება ბავშვისთვის რთულია, რადგან ისინი ცდილობენ, რომ მაქსიმალურად გააკონტროლონ თავიანთი გარემო იმისათვის, რომ დაასტაბილურონ მათ გარშემო არსებული სივრცე. და ის უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ აუტისტი ბავშვები ხშირად გადატვირთულები არიან ამ ინფორმაციებით. მელცერი გვთავაზობს აუტისტი ბავშვების სენსორული ინტეგრაციის, სენსორული გამოცდილების ინტეგრირების სირთულეების დეტალურ ინტერპრეტაციას იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ რატომ არიან ხშირად ეს ბავშვები მოწყობილების სამყაროს და რატომ არიან ჩაკეტილები, ასე ვთქვათ, განმეორებად ქცევებში. ამ ავტორის თანახმად აუტისტური აშლილობის კონტექსტში ქცევები და სტერეოტიპები, რომლებსაც ჩვენ განმეორებით ან ხშირად მოიხსენიებენ როგორც უჩვეულო ქცევებს და ხშირად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ხშირად ეს ცარიელ ქცევებად მიიჩნევა და ამბობენ, რომ ანუ ეს არის ცარიელი ქცევა, რომელშიც არანაირი აზრი არ არის ჩადებული. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ესენი არ არიან უმიზეზო ქმედებები, არამედ პირიქით ესენი დაკავშირებულია კონკრეტულ მოვლენებთან.
ის აკონკრეტებს, რომ ავტორი, რომ სიბრაზის ან აგრესიის გამოვლინებები შემთხვევითი არ არის და რომ ისინი დაკავშირებული არის კონკრეტულ მოვლენასთან, რომელიც ბავშვში იწვევს რეაქციას და რომ ამ ქცევებს ჩვენ აზრი უნდა მივანიჭოთ აუცილებლად. და აქ მახსენდება ჩემი შემთხვევა, მრავალი წლის წინ ვიმუშავე ამ პატარა ბიჭუნასთან, რომელიც იყო დიაგნოსტირებული როგორც აუტისტი და ჰქონდა ხელის, ასე ვთქვათ, სტერეოტიპული მოძრაობები ჰქონდა, ანუ აი დაახლოებით აი ასე აკეთებდა, მუდმივად თითქმის გაუჩერებლად და მაგრამ განსაკუთრებით მაშინ ახორციელებდა, როდესაც მისთვის, ასე ვთქვათ, უცნობ გარემოში ან უცნობი სტიმულების ქვეშ ხდებოდა და მახსოვს ერთ დღესაც ძალიან ბევრი ადამიანის გარემოცვაში აღმოჩნდა ეს პატარა ბიჭუნა და რა თქმა უნდა ახორციელებდა ამ ქცევას და მაშინ ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, კარგად არც ვიცნობდი, სულ რამდენიმე სეანსი იყო ჩატარებული და მშობელმა მითხრა, რომ როდესაც მისი შვილი ამ ქცევას მიმართავდა, ანუ როდესაც ამ სტერეოტიპულ ქცევას ახორციელებდა, დედა ცდილობდა, რომ ხელი დაეჭირა მისი შვილისთვის და დაებლოკა, ასე ვთქვათ, ასე ხელი, ან უკან წაეღებინა ხელი და ისე დაებლოკა, რომ ეს ქცევები აღარ განეხორციელებინა, ან კიდევ თუ ეს ძალიან უკიდურესი გამოსავალი იქნებოდა, ხელის დაჭერა და წარმოვიდგინოთ, რომ ძალიან რთულია, არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მშობლებისთვისაც, ან მეორე შემთხვევაში ამ ხელში ისურვებდა რაიმე მყარ სათამაშოს იმისთვის, რომ ბავშვს გადაეტანა ყურადღება ამ სათამაშოთი, თუმცა რა თქმა უნდა ეს ბიჭუნა ხელში არანაირ სათამაშოს არ იჩერებდა და ამ სათამაშოს ძალიან შორს ისროდა. და ეს ქცევა დედის თქმით აისახებოდა საზოგადოებაში მიუღებელ ქცევად და ამიტომ მუდმივ რეჟიმში იყო დედა, რომ ანუ შვილის ეს ქცევა, ეს ხელი მუდმივად დაებლოკა, რაც თავისთავად ცხადია, ძალიან ამწვავებდა ბიჭუნას მდგომარეობას და მშობლის ემოციურ მდგომარეობასაც, რადგან აღარ იცოდა, როგორ შეიძლებოდა გაეჩერებინა მისი შვილი და შვილის ეს ქცევა. და მას ასეთი რეკომენდაცია ჰქონდა მიღებული დედას, რომ ასეთი ქცევა უნდა ყოფილიყო დაბლოკილი. რადგან ეს ბავშვი დაისწავლიდა ამ ქცევას, შემდეგ ის განახორციელებდა ყველგან და რადგან ეს იყო საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, მიუღებელი ქცევა, ასეთი ქცევა უნდა ყოფილიყო მუდმივად დაბლოკილი. და სწორედ ეს მოვაყოლე, ეს შემთხვევა მოვაყოლე, აი რაც ვილაპარაკე წინ იმისთვის, რომ ამ ქცევებს რა თქმა უნდა აქვთ აზრი, უბრალოდ უნდა მივცეთ აზრი და საზრისი და გავიგოთ, რატომ ახორციელებს და შემდეგ ამის ანალიზიც მოვახდინოთ. და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხედველობაში მივიღოთ განმეორებადი ქცევები, სტერეოტიპები და მშობლების ფსიქოემოციური მდგომარეობაც და ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ მშობლებს, რას ყვობიან თავიანთი შვილის სირთულეების შესახებ, აი თუნდაც იგივე ქცევებზე, იმიტომ რომ სტერეოტიპული ქცევები ხშირად წარმოდგენილია აუტიზმის შემთხვევაში და რა თქმა უნდა ჩვენ მუშაობთ როგორც ბავშვთან, ასევე მშობლებთან იმისთვის, რომ მოусმინოთ და აკომპანირება გავუკეთოთ ხშირად ამ ძალიან რთულ გზაზე. შემდეგი ავტორი, რომელმაც ასე ვთქვათ, ძალიან გაამდიდრა ფსიქიკური პროცესებსა და შეგრძნებებს შორის კავშირების დამყარების მექანიზმების გაგება გახლავთ ფრანს ტუსტანი, ბრიტანელი ფსიქოანალიტიკოსი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო ერთ-ერთი პიონერი აუტიზმში. ის საუბრობდა განსაკუთრებით აუტისტურ ნივთებზე, ობიექტებზე, რომლებთანაც ხშირად ბავშვები იდენტიფიცირდებიან და ეს ნივთები მათ შეიძლება ეხმარებოდეთ უცვლელობის დროს, ან მათ ასე ვთქვათ ერთგვარ გაგრძელებასაც კი წარმოადგენდეს. ჟენევიევ ჰაკს, რაც შეეხება ფრანგი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, ასე ვთქვათ, აუტიზმის შესწავლაში. მან ასევე ძალიან კარგად შეისწავლა აუტისტი ბავშვების სხეულის ფუნქციონირება. ის საუბრობდა ბევრ სხეულებრივ მეზზე, რომლის მეშვეობითაც ბავშვი აღალიბებს საკუთარ მეზს, საკუთარ სხეულთან მიმართებაში. და ის ასევე დასცენს, რომ აუტისტ ბავშვებს შეუძლიათ
შეუძლიათ გამოხატონ ფსიქიკური ტანჯვა მათი სხეულის მეშვეობით. რა თქმა უნდა აღინიშნოს აქ, რომ ადამიანის სხეული და ფსიქიკა გაყოფილი არ არის, ეს ასე ვთქვათ, ერთი მთლიანობაა და ის რაც რისი ფსიქიკური გადამუშავება შეიძლება არ მოხერხდეს, შესაძლებელია რომ შემდეგ უკვე გამოხატული იქნას, ასე ვთქვათ, სხეულით. და ეს ამ თეორიას, ასე ვთქვათ, ძალიან კარგად ვხედავთ პრაქტიკაში, როდესაც ვმუშაობთ აუტისტ ბავშვებთან, ძალიან კარგად შეგვიძლია ნახოთ, დავინახოთ, როგორ არის ეს ფსიქიკური ტანჯვა სწორედაც რომ გამოხატული ამ სხეულით. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სხეულთან მუშაობა. ჟენევიევ ჰაგისთან ამ ავტორის თანახმად, აუტისტურ მდგომარეობაში ემოციური და სხეულის რეგულირების მექანიზმები ერთნაირად არ ვითარდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სწორედაც შეგრძნებებისა და მოძრაობების ინტეგრირების სირთულეები და საბოლოოდ ეს შესაძლებელია, ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნას, რომ გამოიხატოს სტერეოტიპებში. ამრიგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური და სხეულის განვითარება განსაკუთრებით ადრეულ წლებში, ასე ვთქვათ, სტრუქტურირებულია სხეულის რიტმების გარშემო, რომლებიც ხელს უწყობენ ძალიან ემოციური და სხეულის იმპულსების შეკავებასა თუ რეგულირებას. და უნდა ვთქვათ ისიც, რომ აუტისტ ბავშვებში ეს რიტმი დარღვეულია, რაც სტერეოტიპების მეშვეობით ვლინდება. სწორედ ამიტომაც აი ვამბობდი ზემოთაც, რომ სწორედაც რომ დევს საზრისი და სწორედაც რომ დიდი მნიშვნელობა უნდა მივაქციოთ ამ სტერეოტიპებს, როდის არის გამოხატული, რა ფორმით არის გამოხატული, რა სიმძაფრით არის გამოხატული და მივცეთ აზრი და ვიმუშაოთ ამაზე. და რა თქმა უნდა, ვხედავთ თუ როგორი ცენტრალური საკითხია ეს მშობლებისთვისაც. ჟენევიევ ჰაგი განმარტავს ასევე, რომ სხეულის ეს რიტმული მოძრაობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღქმების, ემოციებისა და აზროვნების პროცესების ორგანიზებაში. და თუ ეს ორგანიზება დაირღვა, გარე სამყაროსაგან თავის გარჩევის უნარი, ასე ვთქვათ, დაქვეითებული რჩება, იმიტომ რომ მე ვეღარ განვასხვავებ თავს გარე სამყაროსგან, მე აღარ ვარ ავტონომიური პიროვნება, რომელიც გამიჯნულია გარე სამყაროსგან და რამაც შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიური, ასე ვთქვათ, თვითმგრძნობელობისა და ხშირად, ასე ვთქვათ, აი თვითსადიზმის პრობლემები, როდესაც აუტისტი ბავშვები მიმართავენ თვით დესტრუქციას. ანუ მე ვიმუშაობდი, ასე ვთქვათ, ჩემი მეორე შემთხვევა გულისხმობს აუტისტ ბავშვთან მუშაობას, რომელსაც ჰქონდა ძალიან მძაფრად გამოხატული, ასე ვთქვათ, თვითდამანგრეველი ქცევები, ანუ ხელებზე კანს იჭამდა, იგლეჯავდა თმას, ირტყავდა მუშტებს სახეში, კედელს ეჯახებოდა თავით და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ეს გადამუშავების სირთულეები ქმნის ამ სენსორული კუთხით სირთულეებს. ანუ ეს არის, ასე ვთქვათ, სირთულეები, ამ სენსორული კუთხით წარმოქმნილი სირთულეები, რომლებიც ვერ გადამუშავდა შესაბამის ემოციად და რომელსაც მიჰყავს აუტისტი ბავშვი, ასე ვთქვათ, ძლიერ შფოთამდე. რომელიც შემდეგ უკვე, აი როგორც ვთქვით, გამოიხატება ხშირად უკიდურესად თვითდამაზიანებელ ქცევებში. აქვე შევეხები ავტორს, ეს გახლავთ ჟერომ ბუტინო, რომელიც დღესდღეობით საფრანგეთში ძალიან ბევრს მოღვაწეობს, ფსიქომოტორიკოსი და კლინიკური ფსიქოლოგი გახლავთ, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს აუტიზმის სფეროში. იგი ხაზს უსვამს სხეულის ფუნდამენტურ როლს. მან როგორც ფსიქომოტორიკოსმა ძალიან ბევრი იმუშავა აუტისტი ბავშვების სხეულთან და ის ბევრს ლაპარაკობს სხეულის ფუნდამენტურ როლთან, სხეულის ფუნდამენტურ ხატთან, როგორც გამოხატვისა და ფსიქიკური სტრუქტურირების ადგილი. მიიჩნევს როგორც ფსიქიკური სტრუქტურირების ადგილად. აუტისტ ბავშვებში კი, როგორც ჩანს, ხედავთ, რომ შეფერხებულია სხეულის და მისი შეგრძნებების ინტეგრაცია, ასე ვთქვათ, რაც გამოიხატება ატიპიური სენსორული რეაქციებით, სტერეოტიპული ქცევებით. და ავტორი ამ შემთხვევაში გვახსენებს, რომ ბავშვს უნდა შეეძლოს საკუთარ სხეულში ცხოვრება და შინაგანი სხეულებრივი
წინააღმდეგ წარმოდგენების აგება. ანუ ეს შესაძლებელია იყოს სხეულის სქემა, სხეულის ხატი, ფიზიკური მე და ასე შემდეგ, რათა მიაღწიოს ნამდვილ სუბიექტივაციას. და თუ ეს პროცესი დარღვეულია და ხშირად ხედავთ ამას აუტიზმში, სხეული თითქოს დანაწევრებულია და ხდება დისკომფორტისა და ემოციური გადატვირთვის ადგილიც კი. უნდა აღინიშნოს ასევე ისიც აუტიზმის დროს, რომ ლტოლვითი კავშირების სხვასთან, აი, როდესაც საუბარი დავიწყე აუტიზმზე, მაშინ ვთქვი, რომ სწორედ ეს არის სხვა, ანუ ოღონდ ეს არ არის არაცნობიერი სხვა, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ლაკანისეულ ტერმინს თუ ავიღებთ, დიდი სხვა, ანუ დიდი 10, რომელიცაც წერს, ეს ლტოლვითი კავშირები დარღვეულია და ეს კავშირი კი სამწუხაროდ ეს კავშირი, რომელიც დარღვეულია, ფუნდამენტურია იმისთვის, რომ სუბიექტი როგორც სუბიექტი დაფუძნდეს, ანუ როგორც სუბიექტმა იარსებოს. და ანუ ანალიტიკოსის კლინიკური როლი, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში არის, რომ ეს დარღვეული კავშირები აღადგინოს და ეს, ასე ვთქვათ, გაწყვეტილი, ჩაკეტილი წრე ხელახლა აამუშაოს. მაგრამ აი რომ ვნახოთ რას ნიშნავს ზუსტად ეს ტოლვა და როგორ გავიგოთ ამ ტოლვიდან ეს ყველაფერი 1964 წლის სემინარში ლაკანი შემოგთავაზებს ფროიდის 1915 წლის ტექსტის სიღრმისეულ ხელახლა გადახედვას, ეს არის ტოლვები და ტოლვის ბედის წერა და ლაკანი იწყებს ფროიდის ნაშრომში არსებული წინააღმდეგობრივი მთავარი საკითხის წამოჭრით. ანუ ეს არის ტოლვასა და ბიოლოგიურ მოთხოვნილებას შორის შესაძლო აღრევით, რომელიც ანუ ამათ შორის განსხვავება უნდა ითქვას, რომ კლინიკურ პრაქტიკაში ნამდვილად გადამწყვეტია. ფროიდის მიერ ტოლვითი ობიექტების სიას ლაკანი დაუმატებს მზერასა და ხმას, რომლებიც აუცილებელია ჩვილების კლინიკურ პრაქტიკაში და ამაზე ბევრს ილაპარაკებს კიდევ. მე არ შევეხები ახლა ამ მზერასა და ხმის განხილვას, რადგან ძალიან ვრცელი თემაა და რა თქმა უნდა 1 და 2 სემინარი ამას არ ეყოფა და ალბათ არც 4, იმისთვის რომ ეს საკითხები კარგად გაიშალოს. მაგრამ თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახედოთ მარი ქრისტინა ლაზნიკის წიგნს, რომელიც გამოიცა ბოლო წლებში, ზუსტად არ მახსოვს როგორ ქვია იმ წიგნს, მაგრამ შემიძლია თუ დაინტერესდებით მეილზე გადმოგიგზავნოთ სახელი, რომელიც ძალიან ბევრს საუბრობს სწორედ ამ მზერისა და ხმის ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე აუტიზმის დროს და ის საუბრობს, ანუ ის გამოდის ლაკანიანური თეორიიდან, ასე ვთქვათ. მარი ქრისტინა ლაზნიკი გახლავთ ფსიქოანალიტიკოსი, რომელმაც ლაკანთან გაიარა პირადი ანალიზი, დღესდღეობით ძალიან ცნობილი ადამიანია, მონაწილეობს კვლევებში აუტიზმის მიმართულებით, სამეცნიერო კვლევებში არის ჩართული და ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო ავტორი გახლავთ. წილად მხტობედნიერება მეც ამ ადამიანთან, ასე ვთქვათ, მუშაობის ჩართული ვარ, ასე ვთქვათ, მის სამეცნიერო კვლევების პრეზენტაციების წარდგენის პროცესში და ნამდვილად საინტერესო კვლევებია, რომლებიც ალბათ შემდეგ წლებში ყველასათვის, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი გახდება და ინფორმაციული კუთხით. შემდეგ რომ გავაგრძელოთ, ესე იგი ანალური და ფალოსური ლტოლვების ამ ეტაპზე, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ არ არის ჩართული და და ლაკანი მიუთითებს, რომ ლტოლვითი დაკმაყოფილება სხვა რეგისტრში შეიძლება იქნას მიკუთვნებული, რომ ის არ პასუხობს ბიოლოგიურ საჭიროებას, მაგრამ შედგება კარგად სტრუქტურირებული ეტაპებისაგან სამ დროში, ანუ როდესაც ის აგრძელებს ამ ლტოლვის კონცეფციის საუბარს და რომ ეს პროცესი იწყება სხეულის აგზნებით, რომელიც შემდეგ გადადის ობიექტისკენ, რომელიც ხშირად სიმბოლურია, როგორიც ხმა, მზერა, რაც ვილაპარაკეთ, და მთავრდება კმაყოფილებით, რომელიც უკან უნდა დაუბრუნდეს სუბიექტს.
ფროიდი როგორც მას ლაკანი კითხულობს, ტოლვას წარმოგვიდგენს არა უბრალოდ როგორც ასე ვთქვათ ბიოლოგიურ მოთხოვნილებაზე პასუხს, არამედ იმას, როგორც რომლის მეშვეობითაც სუბიექტი ყალიბდება სწორედ ამ სამსაფეხურიანი სტრუქტურის მეშვეობით. და ფროიდისეული ეს ინტერპრეტაცია უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ კლინიკურ შემთხვევებში, როგორიცაა აუტიზმი, საშუალებას იძლევა, რომ უფრო დეტალურად გავიგოთ ეს საკითხი და აღმოჩნდება ძალიან ღირებული კლინიკური ინსტრუმენტი. და ფროიდი განმარტავს, რომ ტოლვის ამ საფეხურიან ტრაექტორიას მიჰყვება, ტოლო ამ ტრაექტორიას მიჰყვება და მესამე ეტაპზე დაფუძნდება ახალი სუბიექტი. ფროიდი ამ სამ ეტაპს შემდეგნაირად აღწერს. პირველს ის ნომავს როგორც აქტიური სტადია, როდესაც მაგალითად ჩვილი კმაყოფილების მისაღებად გარე ობიექტისკენ ბრუნდება, როგორც არის მაგალითად მკერდი ან ბოთლი, საწოვარა. შემდეგი მეორე ეტაპი ეს არის რეფლექსური სტადია, ობიექტი თავად სხეულის ნაწილი ხდება, ისე როგორც თითი მაგალითად და აქ ბავშვი მხოლოდ თავის ტოლოს დააკმაყოფილებს და მესამე ეს არის პასიური დრო, როდესაც ჩვილი თავად ხდება სხვისი სურვილის ობიექტი, ამ შემთხვევაში დედა შეგვიძლია ვთქვათ და აი სწორად აქ დაფუძნდება ახალი ობიექტი, ის ვისაც ბავშვი სურს და რომლის მეშვეობითაც ბავშვი სხვის სფეროში ადგილს იკავებს. აი ამ პროცესს ძალიან კარგად განმარტავს ვინიკოტი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს დედასა და შვილის შორის ურთიერთობაზე და ჩვილის თუ როგორ ამოიცნობს ჩვილი საკუთარ თავს დედის მზერაში. ლაკანი თავის მხრივ ცვლის ფროიდის აი ამ მესამე დროის გაგებას და ეს ეგრეთ წოდებული ფროიდის პასიური დრო მისთვის ხდება პასიურობის აქტიური ფორმა, თუ შეგვიძლია ასე ვთარგმნოთ, რომელსაც ის თვითქმნადობის სფერო ასე ტერმინს გამოიყენებს ლაკანი, ანუ შეიძლება ვთარგმნოთ როგორც თვითქმნადობა, ანუ დაფუძნება უწოდებს. და სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სუბიექტი სხვისთვის ობიექტად იქცევა. პარადოქსულია, მაგრამ აუცილებელია იმისთვის, რომ სხვასთან კავშირი მოხდეს. რაც ფუნდამენტურია, ასე ვთქვათ, ჩვენი ფსიქიკური სტრუქტურირებისთვის. და უნდა აღინიშნოს ის, რომ აი სწორედ ეს მესამე დრო სხვისთვის ობიექტად გახდომის ეს მომენტი არ შეუძლია განიცადოს აუტისტმა ბავშვმა. და თუმცა დღეს ყველა თანხმდება იმაზეც, რომ ბავშვებს შეუძლიათ თავიანთი ცხოვრებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამის გაკეთება, თუნდაც ეს იყოს ადაპტაცია და ასე შემდეგ, და რომ უნდა აღინიშნოს აუცილებლად ისიც, რომ 60 წელზე მეტია, რაც ფსიქოანალიტიკოსებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ აუტისტან ფსიქოტიკ ბავშვებს შეუძლიათ აზროვნება, რომ ესენი არიან მოაზროვნე ადამიანები და რომ საჭირო იქნებოდა მკურნალობის ისეთი მეთოდის დანერგვა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ხელს შეუწყობდა მათ ადაპტაციას გარესამყაროსთან და პირიქით არ ჩაკეტავდა საკუთარ თავში. ასევე შეგვიძლია გამოვყოთ ახლა, რომ მიუახლოვდეთ ცოტა ადრეულ ბავშვის ადრეული განვითარების ეტაპებს, შეგვიძლია გამოვყოთ სხვადასხვა ეტაპები ბავშვის განვითარებაში. დავყოთ ეტაპებად ბავშვის განვითარება, ასე ვთქვათ, ადრეული თვეებიდანვე და ვთქვათ, რომ აი მაგალითად მეორე მესამე თვის განმავლობაში, როდესაც ბავშვი გამოიმუშავებს და პარალელურად გავავლოთ კავშირები აუტისტ ბავშვთან, როგორ არის ნორმალური განვითარების შემთხვევაში და რას შეგვიძლია მივაქციოთ ყურადღება აუტიზმის დროს, ასე ვთქვათ, ადრეული ნიშნებით, როგორ შეიძლება ამოვიცნოთ, ან უბრალოდ ყურადღება მივაქციოთ. ადრეული თვეებიდან მეორე მესამე თვის განმავლობაში ბავშვი გამოიმუშავებს, ასე ვთქვათ, ახალ რეაქციებს ღიმილისა და სიხარულის სახით, როდესაც ადამიანი სახეს ხედავს. და როდესაც ეს ქრება ეს მომენტი, ეს უკვე შეგვიძლია მივიჩნიოთ როგორც გამაფრთხილებელ მომენტად
და ეს აღარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აღარ არის ნაწილობრივი, მაგალითად, როგორც მკერდი, სახე ეს არის ერთიანი გამოსახულება, რომელიც ასე ვთქვათ, ერთი ადგილის გარშემოა ორიენტირებული და როდესაც ეს მომენტი ბავშვი აღარ გიყურებს, გიმზერს, მაგრამ არანაირ ემოციას აღარ გამოხატავს შენ სახესთან მიმართებაში, შეგვიძლია რომ აი სწორედ ამ ნიშანს ყურადღება მივაქციოთ ადრეული ჩვილობიდანვე. და ასევე, როდესაც ბავშვი უკვე ხელებისა და ფეხების აქტიურ გამოყენებას იწყებს, ეს ასე ვთქვათ, სხეულის მოტორული გამოცდილება, ანუ შეთანხმებული მოქმედება, ასე ვთქვათ, არა ასე ვთქვათ, სრულად, რა თქმა უნდა, ამ ეტაპისთვის სრულად შეთანხმებული ქმედებებთან ბავშვის არ გვაქვს ადგილი, თუმცა ამ ნიშნების სხეულის, ასე ვთქვათ, რომ როდესაც უჭირს კოორდინირებული მოქმედება, რიტმი არის შენელებული სხეულის, ასე ვთქვათ, ისეთ შეგვიძლია ერთ-ერთ ნიშნად მივიჩნიოთ და ანუ ამ ჟესტების არარსებობა, სხეულის ჟესტების არარსებობა. შემდეგ ეტაპზე 2-დან 6 თვემდე, როდესაც ბავშვი უკვე იღებს სენსორ-მოტორულ გამოცდილებებს, მათ შორის უკვე შეგვიძლია, როდესაც თამაში ჩართვა შეუძლია, შეუძლია აიღოს ხელში პატარა ნივთები, პირში ჩაიდოს და ასე შემდეგ. და როდესაც ამ გამოცდილებას ვერ ვხვდებით, ანუ არ ინიშნება, ასე ვთქვათ, ეს გამოცდილებები ბავშვთან, მაგრამ შეიძლება წარმოდგენილი იყოს რხევა, რომელიც უცნაურად აღიქმება, ასევე ხელების ქნევა სახის წინ ხშირად არის გამოხატული. ასე ვთქვათ, ესეც შეიძლება ერთ-ერთ გამოგცდილებელ ნიშნად ჩავთვალოთ. შემდეგ უკვე 6 თვიდან 9 თვის ფაზაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე უნდა მოხდეს სხვისი სიმბოლიზაცია, ანუ არ ყოფნისა და ყოფნის მომენტი და ასე ვთქვათ, ლაკანი სწორედ ამ სტადიაზე განიხილავს სარკის სტადიას და ის ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული მარკერი სუბიექტის ფსიქიკური დაბადებისა, რომელიც საკუთარ თავს სხვასთან დაკავშირებულა და შემდეგ მისგან გამოყოფილად აღიქვამს. ანუ რადგან მანამდე ბავშვი საკუთარ თავს ფრაგმენტულად აღიქვამს, ის არის დედის ნაწილი, ანუ ის არ არის გამოყოფილი დედისგან, ანუ საკუთარ თავს არ აღიქვამს დედისგან გამოყოფილად და არ არის, ასე ვთქვათ, სამყაროსგან გამოყოფილი და შემდეგ ის და სწორედ ამ სარკის სტადიაზე ის სარკეში საკუთარ გამოსახულებას ცნობს, ის მოძრაობს, თამაშობს და ხედავს და ამ შემთხვევაში მეორე ადამიანი, ხშირად დედა, რომელიც მასთან არის სიმწუთას, ნომავს და ეუბნება, რომ აი ეს შენ ხარ, შენი ანარეკლია და ეს არის დედის მზერა სარკეში. მარიამ, შენ რაღაც სიტყვას ამბობ, ნომავს თუ უნდა თქვა usახელებს, ასახელებს. ბოდიში usახელებს. ქართული მარიციან რა არის ნომავს. usახელებს, მადლობა გიგა, მადლობა და ბოდიში. ასახელებს და სწორედ ასე ვთქვათ, დედის მზერა სარკეში, ასე ვთქვათ, ბავშვი იჭერს საკუთარი თავის აღქმას დედის მზერაში, რომელიც ასე ვთქვათ, სარკესაც გამოივლის, თუ შეგვიძლიათ ასე ვთქვათ, სარკეში დანახული დედის მზერა. ანუ ესე ვთქვათ, საკუთარი სახელის დარქმევა სარკეში. და აუტისტ ბავშვებში ამ ასაკში ვლინდება ამ განსხვავების ნაკლებობა, ანუ სარკის სტადიაზე ჩვენ ვაწყდებით ამ პრობლემას და ასევე რთულია სეპარაცია, რთულია სიმბოლიზაცია, წარმოიდგინოს, რომ მაგალითად ობიექტი, რომელიც არის და შემდეგ ის ვეღარ ხედავს, ჩათვლის, რომ ობიექტი გაუჩინარდა, რთულია იმის სიმბოლიზირება, რომ ის კი არ გაუჩინარდა, უბრალოდ დროებით გასულია, მაგრამ ის უკან დაბრუნდება, აი რასაც მაგალითად ფროიდი თავის შემთხვევაში უწოდებს ფორდას თამაშს.
როდესაც ჩნდება რაღაც, გამოჩნდება, შემდეგ გაქრება, შემდეგ ისევ გამოჩნდება და ანუ ასე ვთქვათ, ბავშვი დგება სწორედ, ანუ და ეს შეგვიძლია გავიგოთ როგორც დედის სიმბოლური არ ყოფნა, რა თქმა უნდა, დედა არ ქრება, დედა არ იკარგება, ის ბრუნდება. და ვინიკოტის წყალობით ჩვენ უკვე ვიცით, როგორ ქმნის ბავშვი სწორედ ამ არ ყოფნისა და ყოფნის ამ გარდამავალ ეტაპზე, როგორ ფუნქციონირებს ბავშვი და როგორ ანუ ვინიკოტი შემოგთავაზებს გარდამავალ სივრცეს და გარდამავალ ობიექტებს, რომელსაც შუალებითაც ბავშვი სიმბოლიზირებას გააკეთებს. და უნდა ითქვას ის, რომ სწორედ ამ გარდამავალი ობიექტების მიმართ ინტერესის ნაკლებობაა, რომელსაც ასე ვთქვათ, აუტიზმის დროს ვხვდებით ჩვენ. 10 თვიდან 1 წლამდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე არის, როდესაც ბავშვის განვითარებაში შემოდის იმიტაციური თამაშები და ის, რომ ბავშვი ცდილობს საკუთარი თავის ხვისი სიამოვნების ობიექტად აქციოს. და ბავშვის ადგილი საკმარისად სიმბოლიზირებულია ამ თამაშის სათამაშოდ, თუმცა აუტიზმის შემთხვევაში ვაწყდებით ამ სირთულეებს, როდესაც წარმოსახვითი თამაშის შესაძლებლობაა და სიმბოლიზაციის. შემდეგ და 18 თვიდან 3 წლამდე, აი როდესაც ხდება უკვე, ასე ვთქვათ, აუტიზმის დიაგნოზის დასმა, ეს არის ასაკი, როდესაც ბავშვი იწყებს ლაპარაკს, წარმოთქვამს სიტყვებს და აი აუტიზმის შემთხვევაში ხშირად ხვდებით იმას, რომ ის თავს, ანუ მესამე პირში წარმოთქვამს, ასე ვთქვათ, არ ამბობს, რომ მე მინდა, ხშირად ხვდებით, რომ ის ამბობს, აი მას უნდა. ანუ მე, როგორც ასე ვთქვათ, არ არის ჩამოყალიბებული. და ეს ანუ ამას კარგად ვხედავთ უკვე ამ ასაკისთვის. ასაკისთვის. და ასე ვთქვათ, შეიძლება რომ დაბადებიდანვე დავინახოთ, ასე ვთქვათ, ეს ნიშნები, შეიძლება იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი, თუმცა მე აქვე დავამატებ იმას, რომ ამ ნიშნების ამოცნობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ბავშვი აუცილებლად აუტისტია. Ну, რა თქმა უნდა, მას ჭირდება გრძელვადიანი მიყოლა, გრძელვადიანი დაკვირვება, ბავშვის ისტორიულ კონტექსტში გაგება, აუცილებლად ოჯახური სიტუაციიდან გამოსვლა, ოჯახურ კონტექსტში გაგება და შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის, ანუ აუტიზმის დიაგნოსტირება და არა ასე განცალკევებულად და რა თქმა უნდა, ყველა ნიშანი აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ იმისათვის, რომ აუტიზმის დიაგნოსტირება მოხდეს, რადგან ჩვენ ვხედავთ, აი კლინიკაში ხშირად ვაწყდებით იმას, როდესაც მოყავთ მშობლებს ბავშვები ჩვენთან, რომელსაც აუტიზმის დიაგნოზი დაესვათ, როგორ არის მშობელი, ასე ვთქვათ, აი ჩამოღვინთილი ამ სიტყვის სრულად ამ მნიშვნელობის გაგებით, მას აღარ შეუძლია, ასე ვთქვათ, ფუნქციონირება და ასე ვთქვათ, ბავშვიც როგორ არის უფრო შფოთვით წარმოდგენილი და ვიტყოდი იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი, ასე ვთქვათ, იყოს ხანგრძლივი დაკვირვების პროცესში, რა თქმა უნდა, მშობლებთან გასაუბრების საფუძველზე, იმიტომ რომ მშობლებმა ძალიან ბევრი რამ იციან და ხშირად მათგან ძალიან დიდ ინფორმაციებს ვიღებთ, მაგრამ სამწუხაროდ პროფესიონალები იგნორს უკეთებენ, ან არ აინტერესებთ როგორ კონტექსტშია ბავშვი გაზრდილი, ასე ვთქვათ, და მშობლების ნაზრევი, მშობლების ნაფიქრი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. და ასე ვთქვათ, დღევანდელ ჩემს სემინარს დავამთავრებდი ვინიკოტის ფრაზით, რომელიც ამბობს, რომ აუცილებელია რომ უსმინოთ მშობლებს, რადგან დედა ეს არის სპეციალისტი, ხოლო პროფესიონალები ესენი არიან ზოგადი ექიმები, ასე ვთქვათ, პროფესიონალები, რომელსაც ზოგადი ცოდნა გააჩნიათ და შესაბამისად ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ მშობლებთან ძალიან აქტიურად, რათა სრულფასოვანი მომსახურების გაწევა მოხდეს აუტისტ ბავშვებთან და მათ პროგრესს ხელი შეუწყოთ.
აა ამით დავამთავრებდი მე დღევანდელ მიმოხილვას, ასე ვთქვით, მოკლეს. უკითხები გაქვთ, ან მოსაზრებები, უკავშირი, თქვენი თქვენი პრაქტიკიდან, თქვენი გამოცდილებიდან შეგვიძლია უკვე ამაზე ვისაუბროთ. გამარჯობა მარიამ. უღრესი მადლობა გესმით ხო ჩემ? უკაცრავად, კარგად არ მესმის ხმა თქვენი. ახლა გამოვასწორებ. ალბათ. აი, ახლა გესმით? დიახ, დიახ. გისმენთ. დიახ, მარიამ, უღრესი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. და აი თქვენ რო შემთხვევა ახსენეთ საკუთარი ხალხში რომ ხელებს ესთვის სტიმულაციას აკეთებდა ხელებით. თქვენი საკუთარი შემთხვევა იყო, ხო ეს? დიახ, დიახ. აი ამის გაგებაზე რო საუბრობთ, თქვენ ხوار ქონიათ საშუალება მიყოლოდით ამ ქცევას და რაიმე მნიშვნელობა მიგენიჭებინათ? არა, ამწუხაროდ ეს დარჩა ჩემთვის დაუსრულებელი кейსად, ასე ვთქვათ, ძალიან მწუხარ, ამიტომაც მე ვეღარ შევძელი ამ кейსის სრულყოფილად წარმოდგენა თქვენთვის, იმიტომ რომ ვეღარ მომიწია, ასე ვთქვათ, ამ ბავშვთან ურთიერთობის გაგრძელება, შემდეგ მე წამოვედი საფრანგეთში და იძულებული ვიყავი, რომ გამიწყვიტა, ასე ვთქვათ, კონტაქტი ამ ბავშვთან, მშობელთან და შესაბამისად, ანუ გრძელვადიან პროცესში ვეღარ მივყევი. სამწუხაროდ არ მქონდეს საშუალება რომ გამეგრძელებინა მუშაობა. კარგით, მადლობა და ერთი კითხვაც კიდე სწორედ მოუხდი, ორი კითხვა ავიღე ეგრევე ჩემთვის. ერთი ორი სიტყვით რომ აი აუტიზმის კლინიკაში ალიენაციაზე რო ისაუბროთ თუ შეიძლება. აი ერთი ორი სიტყვით რა. მოკლედ თუ არის შესაძლებელი. ალიენაციას რაც შეეხება, ანუ ესე ვთქვათ, ალიენაცია რომ გადმოვთარგმნოთ ნიშნავს ხო გაუცხოებას, მაგრამ ეს არის ასე ვთქვათ, რა ხდება ამ ეტაპზე, აი ალიენაცია და შემდეგ მოდის სეპარაცია, ხო? ანუ ესე იგი რა ხდება, რომ ამ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ აი როგორც მე აღვნიშნე, ანუ ასე ვთქვათ, აუტისტი ბავშვი არ არის კონტაქტში, ანუ ლაკანისეული ტერმინით, ისე რომ გავაჟღეროთ, ეს არის სხვა რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ სუბიექტი ეს არ არის აუცილებლად აუტისტი ბავშვი, ასე ვთქვათ, ფსიქიკური ჩამოყალიბების პროცესში, რომ ადამიანი ასე ვთქვათ, დაფუძნდეს როგორც სუბიექტი, ხო? და შესაბამისად პირველი ეტაპი სწორედ არის ის, რომ მე ანუ ასე ვთქვათ, მე ინვესტირება გავაკეთო სხვა ობიექტში, ასე ვთქვათ, შთანთქმა თუ ასე შეიძლება ითქვას, ანუ ამ ტერმინით კიდე შეიძლება უფრო მიუახლოვდეთ შთანთქმა, როცა მე სეპარირებული არ ვარ სხვისგან და აი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რადგან ახსენეთ ეს მომენტი იმისთვის, რომ აი ხშირად ეს მიჯაჭვულობა აუტისტ ბავშვებთან არ არის. ანუ პირდაპირ არის დარღვეული და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედაც, რომ კლინიკურ მუშაობის დროს ხელი შევუწყოთ იმას, რომ ეს დარღვეული კავშირი, ანუ მესა და სხვას შორის, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დედა, მამა, ანუ ის ვინც ბავშვი ტკავდება, ხო? ის რომ აღდგეს ამ კავშირის აღდგენა. ანუ მიჯაჭვულობა, ნორმალური მიჯაჭვულობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ადრეულ განვითარებაზე, იმისთვის რომ ბავშვმა სამყარო განიცადოს როგორც ასე ვთქვათ, არა საშიში, არამედ როგორც სამყარო, ჩემს გარე სამყარო, სადაც მე შემიძლია მშვიდად განვითარდე და ფსიქიკურად დავფუძნდე და თუ ეს სამყარო ჩემთვის შიშის მომგვრელია, რა თქმა უნდა, ჩემი განვითარება ისე არ წავა, ასე ვთქვათ, ნორმალური განვითარების გზით არ წავა, რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორები იქნება. ამიტომ სწორედ ეს მომენტი ის, რომ მე სხვასთან დავამყარო ნორმალური მიჯაჭვულობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ მე ვიყო ასე ვთქვათ, აი რომელი ავტორი ეძახდა მიწებებას, ასე ვთქვათ, იდენტიფიკაციას, ანუ ვიდენტიფიცირდე სხვასთან, იმისთვის, რომ შემდეგ ამ სხვიდან მე გავხდე როგორც ანუ სეპარირება მოვახდინო შემდეგ ამ სხვიდან. ანუ ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია ის, რასაც თქვენ ამბობთ, ბავშვის განვითარებისთვის პირველ რიგში ნორმალური მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება მშობელთან, რომელიც ხშირად ხვდებით ხოლმე აი პირადი გამოცდილებებით
კლინიკურ შემთხვევების დროს, რომ ეს კავშირი დარღვეულია, რა თქმა უნდა აღვადგინოთ, ბავშვმა უნდა განიცადოს პოზიტიური დამოკიდებულება იმ სხვასთან და შემდეგ უკვე უნდა მოხდეს განცალკევების პროცესი, იმიტომ რომ არ დარჩეს, ასე ვთქვათ, მიჯაჭვული დედასთან, ანუ პირველად სხვასთან, ხო, იმისთვის რომ სეპარირება, როგორც ვიცით, ადამიანის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ხო, იმისთვის რომ ადამიანმა ცხოვრება, ანუ ასე ვთქვათ, დაფუძნდეს სუბიექტი, საჭიროა რომ სეპარირება განიცადოს და ამ სეპარირებაზე კიდე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ასე ვთქვათ, ოიდიპოსის კომპლექსის დროს, ხო, როდესაც მამა აკეთებს სწორედ დედისა და ბავშვის სიმბოლური კასტრაციას, რასაც ვეძახით, ხო, სეპარირებას აკეთებს და ამისთვის კი, ანუ მადლობა ამ შეკითხვისთვის, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ ალიენაციის პროცესში, ასე ვთქვათ, ამ იდენტიფიკაცია სხვასთან და შემდეგ სეპარაცია და მაგრამ რა თქმა უნდა მე დავამატებდი აქ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს, რადგან აი ამ უკვე სეპარირების დროს აუცილებელია რომ ანუ ეს სეპარაცია არ უნდა მოვახდინოთ აი ერთბაშად და იმიტომ რომ ეს მალე ვნახოთ პროგრესი, მალე მას შევუწყოთ ხელი რომ ბავშვი კარგად განვითარდეს, მალე წამოყვეს. არა, ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ეს სეპარაცია უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ვხედავთ რომ არის მზაობა, მაგრამ ეს მზაობა უნდა დავინახოთ ბავშვში და მზაობა უნდა იყოს აუცილებლად დანახული მშობელშიც. ანუ მშობელიც უნდა იყოს ფსიქიკურად მზად იმისთვის, რომ სეპარაცია გააკეთოს ბავშვთან. არ ვიცი, რამდენად სრულყოფილად უპასუხე თქვენს კითხვას. თუ კიდე რამე რჩება ბუნდოვანი, მითხარით და შევეცდები დავაზუსტო. მე მარიამ ღურმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და ბოდის გიხდით კამერას მოგერთავ. მადლობა დიდი. პირიქით მადლობა თუ კიდე გაქვთ. გამარჯობა მარიამ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო არის. მე გამიჩნდა ეხლა ცოტა ბუნდოვანება და პლუს კიდე ჩემი შეკითხვა მინდა დავსვა. რამდენად საერთოდ დგება აუტისტი ბავშვის შემთხვევაში სეპარაციის საკითხი, იმიტომ რომ აქ ხო ზუსტად ის პრობლემაა, რომ არანაირი მიჯაჭვულობა არ არსებობს. ანუ ორად ალბათ ჩვენი კლინიკოსების სამუშაო მიმართულია იმაში, რომ ანუ ეს დარღვეული მომენტი რაღაცნაირად გავამთლიანოთ, იმიტომ რომ აი აქ შეგვიძლია რატომ ხდება ეს მომენტი კიდევ უფრო რთული. ანუ როდესაც ჩვილი თავისი განვითარების ეტაპებზე ისე ვერ ვითარდება, მაგალითად, როდის უნდა მაგალითად ჩვილი, რომელიც დედას თვალებში არ უყურებს, ხო? ასე ვთქვათ, ნორმალური განვითარების პირობებში ჩვილი უნდა დედის მზერას იჭერდეს და ამას ძალიან არული და ღიმილით პასუხობდეს. მაგრამ ხშირად ხვდებით ბავშვებს, რომლებიც არათუ ღიმილით არ პასუხობენ დედის მზერას, არამედ თავსაც კი აბრუნებენ იმისთვის, რომ ეს მზერა, ასე ვთქვათ, გაწყვიტონ და ანუ შებრუნდნენ, ანუ დედის მზერისგან საერთოდ ბოლომდე ააშენონ კედელი. კი ბატონო. თავის თავსა და გარემოს შორის. კი ბატონო, და ანუ ამ შემთხვევაში, ანუ მე რასაც გულისხმობ, ანუ მართალი ხარ ამ ყველს თან რთულია და აუტიზმის შემთხვევაში ხშირად ეს წარმოუდგენელიც არის, როგორ შეიძლება მოვახდინოთ ეს, იმიტომ არ არსებობს, მაგრამ ანუ ამ შემთხვევაში საქმე ეხება დედასაც, იმიტომ რომ დედაც დეორგანიზებული ხდება, ანუ როდესაც მე დედა შვილთან მიდის, სურს რომ შვილმა შემოხედოს, სურს რომ ანუ ასე ვთქვათ, ეტიტინებოდეს, უღიმო. როდესაც ანუ ეს დარღვეულია, ბავშვი დედის მზერისგან საერთოდ ასე ვთქვათ, ჩამქრალია, ბავშვი ჩამქრალია. ანუ ეს შესაბამისად იწვევს გამოიწვევდა მე ვიტყოდი, ანუ დედის დეზორგანიზებასაც და ხშირად აი მინახავს დედები, რომლებიც თვითონაც წყვეტენ შვილებთან ურთიერთობას და და ამბობენ, რომ აი მე აღარ შემიძლია, როდესაც ჩემი შვილის გაყინულ სახეს უყურებ, მე შემიძლია, რომ ის ხელში ავიყვანო. და ურთიერთობა გავაგრძელო. და აი შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია, რომ დედას დავეხმაროთ ამ კუთხით, ის რომ დედა გავაცოცხლოთ. და აი ზუსტად ჩემი კითხვა ამას ეხებოდა, რომ პრაქტიკაში მე არ მაქვს არანაირი პრაქტიკა აუტის ბავშვებთან შეხება, ასე ვთქვათ, კლინიკური არ მაქვს.
როგორი აი რო პრაქტიკაში როგორ დაიკვირვება გასაგებია რომ ეს შეიძლება ვთქვათ ესე არანაირად დამტკიცებული არ იყოს ხო და აქ ხო საერთოდ საუბარი ზედმეტი არის რაღაც ესეთ evidence based რაც უყვართ ხოლმე რა და უბრალოდ აი როგორ დაიკვირვება დედის ფაქტორი ბავშვის მუცლად ყოფნიდან მოყოლებული მისი სიცოცხლის ვთქვათ პირველ თვეებში დედის ფაქტორი სიტყვაზე დედის დეპრესია ვთქვათ მძიმე დეპრესია დედის მძიმე დეპრესიის კავშირი აუტისტთან რომელიც თვითონ არის ჩაკეტილი და თვითონ არ აქვს საშუალება იმისი რომ მოიქციოს ბავშვი და გაიხადოს თავისი ობიექტი ხო თავის ობიექტად ჩავინიშნავ ანკო და ეხლავე გიპასუხებ ძალიან საინტერესოა იგი ძალიან საინტერესოა რაც გაჟღერე ახლა და მე მინდა ვთქვა რომ მე აღარ შევეხი ამ საკითხს იმიტომ რომ არ მინდოდა რომ მთელი ასე ვთქვათ 2 საათი მე ველაპარაკა და შემდეგ დისკუსიის დროს აღარ დარჩენილიყო და შევეცადე მოკლედ იმიტომ რომ აუტიზმის იმდენად ვრცელი თემაა ალბათ რა ვიცი რამდენი სემინარი უნდა მივუძღვნათ რომ რაღაც დონეზე მაინც შევძლო და კარგად შევიდეთ სიღრმისეულად ამ საკითხში მაგრამ ანუ რა კითხოც დასვი შენ ანუ დედის დეპრესია და აუტიზმის კავშირი მე ვერ ვიტყოდი ანუ ჩემი გამოცდილებიდანაც ანუ იმიტომ რომ მრავალი წელი ვიმუშავე აუტისტ ბავშვებთან როგორც თბილისის მწვანე სახლში ასევე აქ ვიმუშავე უფრო თეორიული კუთხით იყო ეს მუშაობა აუტისტი ბავშვის მშობლებთან და ძალიან ბევრი მშობელი გამოხატავდა ღრმა დეპრესიას, ასე ვთქვათ, ბავშვთან მიმართებაში. მაგრამ მე მინდა აღნიშნო აუცილებლად, რომ დედის დეპრესია, ანუ არ ნიშნავს იმას, რომ დედა თუ დეპრესიულია, ბავშვი აუცილებლად იქნება აუტისტი. ანუ იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკაში ყავს ძალიან ბევრი დეპრესიული დედა და ანუ მე აი წევან გავაჟღერე ზუსტად მარი ქრისტინე ლაზნიკი წარმატებული ავტორი, წარმატებული ქალბატონი, რომელიც თავის საკუთარ кейსებს აღწერს, თავის ციკლში სამწუხაროდ არ მახსოვს, მაგრამ შემიძლია შემდეგ მოგაწოდოთ ეს სახელი. აღწერს სწორედ ამ შემთხვევებს, როგორ იღებს დედასა და შვილს, დედა როგორი დეპრესიულია, მაგრამ როგორ აღდგება ნელა-ნელა ეს კავშირი, ეს დარღვეული კავშირი, მაგრამ აუცილებლად უნდა აღნიშნოთ ის, რომ მე რა თქმა უნდა ეს მე ამ კვლევაში არ ვარ ჩართული და სიღრმისეულად არ მაქვს გამოკვლეული, თუმცა მინდა ვთქვა, რომ დედის დეპრესია არაფერ შუაში არ არის აუტიზმთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დეპრესიული დედაა, რომლებსაც ძალიან ნორმალური განვითარების, ასე ვთქვათ, ბავშვები ჰყავთ და რაც შეეხება ის შემდეგ, რაც თქვი, ასევე ძალიან საინტერესო და რაც მეჩვენა დედის ურთიერთობა მუცლად ყოფნიდან ასე ვთქვათ შემდეგ ხომ ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს აი ანუ რაც შენ აღნიშნე დედის დამოკიდებულება ჩვილის მიმართ ანუ ბავშვის რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაბადებული და მუცელშია ხო ანუ ამასაც რა თქმა უნდა ჩვენ როდესაც მუშაობას ვიწყებთ აუტისტ ბავშვებთან, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მუშაობთ არასდროს სეპარირებულად. ჩვენ მუშაობთ მე პირადად ყოველთვის მუშაობ ბავშვთან და თავის მშობელთან ერთად. ისინი არასდროს არ არიან სეპარირებული და რა თქმა უნდა, ჩვენ ანუ მუშაობთ იმაზეც და ვკითხულობთ და ვეცნობით ისტორიას, ანუ ოჯახურ ისტორიას, ხო? როგორი ურთიერთობა ქონდა დედას ბავშვს დაბადებამდე, მაგალითად ელაპარაკებოდა თუ არა მუცელში, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი დედა ამბობს, რომ მე საერთოდ 9 თვის განმავლობაში, ანუ ერთი სიტყვაც არ მithქვამს მუცელში მყოფი ბავშვისთვის. აი მან მქონდა კიდევ ერთი შემთხვევა მწვანე სახლის ერთ პატარა გოგონასთან ვიმუშავე, 2 წლინახევრის იყო, დედამ რომ მოიყვანა, ანუ აუტიზმის დიაგნოზით, მაგრამ მე დღემდე დარწმუნებული ვარ და არც მაშინ არ მიფიქრია, რომ ეს პატარა გოგონა აუტისტი იქნებოდა. და რომ ამას პირველივე სესიაზე გააჟღერა,
მე როდესაც მივმართე ბავშვს და უთხარი დედას, რომ შეეძლო მას შვილის თანდასწრებით, ამ 2 წლის გოგონას თანდასწრებით ყველაფერზე ელაბარაკა, თავის ტრავმებზე და თავის გამოცდილებებზე, მან მითხრა, რომ ეს როგორი ანუ შეძლებდა თუ არა და შეეძლო, რომ პირდაპირ მისი შვილისთვის მიემართე თუ რა მის თქმა უნდოდა და მან ესეთი სიტყვები მითხრა, რომ ანუ როგორ შეუძლია მას გაიგოს, თქვენ ფიქრობთ, რომ მას ესმის, ის ხომ მხოლოდ 2 წლისაა, ანუ მას რა შეუძლია რომ გაიგოს და ხო, არ მოიაზრებოდა ის არანაირად დედასთან. ვთქვათ, დედის აი დისკურსში არ არის მოაზრებული, სიტყვაში არ არის მოაზრებული, რაც უწოდებს, რომ დედა არ არის მხოლოდ დედა, ეს არის სხვა, ლაკანის მინით, ანუ და დედა ეს არის სხვა, რომელიც არის სიტყვების საგანძური. სადაც უნდა ჩაეწეროს ბავშვი და ვერ ეწერება. კი ბატონო, იმიტომ რომ აი არის შესაბამისად ასეთი მაგალითებიც გვაქვს და სანამ ბავშვი დაიბადება კიდევ ასე ვთქვათ, ბავშვი უნდა იყოს ჩაწერილი ენის დისკურსში, ასე ვთქვათ, ხო? ანუ დედის ფსიქიკაში არის ბავშვის ჩაწერილი, ბავშვი ორგანიზმში ჩაისახება. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი კიდევ, ანუ როგორ არის დედის ფსიქიკაში წარმოდგენილი მომავალი ბავშვი, იმიტომ რომ ის ლებოვიჩი საუბრობს 4 ტიპს გამოყოფს, ეს არის ფანტაზმატიკური ბავშვი, რეალური ბავშვი, წარმოსახვითი ბავშვი და ასე შემდეგ, ხო? და ასე ვთქვათ, ანუ ეხა ვერ გავშლი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან ყოვლის მომცველია ეს თეორია, თუმცა რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში იქითკენ წავალ, რომ როგორ არის ჩაწერილი ეს ბავშვი, ჯერ კიდევ დებამდე დედის ფსიქიკაში, მუცლად ყოფნის პერიოდში, როგორი ურთიერთობა იყო და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენო სესიაზე ამ ყველაფრის ანალიზს და ასე ვთქვათ, გამოკვლევას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავიგოთ. მადლობა, ძალიან საინტერესოა. სიამოვნებით ამ სემინარის გაგრძელებას მოვისმენდი მომავალში. მადლობა, დიდი მადლობა ესეთი უკავშირისთვის. არ ვიცი, შეიძლება გავაკეთოთ კიდეც თუ დაინტერესება იქნება, რომ ანუ რამოდენიმე სემინარად დავყოთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მე ახლა არ შევეხე, ძალიან საინტერესოა კიდევ ასევე აუტიზმსა და ფსიქოს შორის მსგავსება და განსხვავებები, ხო. იმიტომ რომ აი მე მქონია პრაქტიკაში ბევრი შემთხვევა, როდესაც ფსიქოტიკი ბავშვთან მიმუშავია, მაგრამ დიაგნოსტირებული იყო როგორც აუტიზმი. და ესეთი შემთხვევები მე რამდენადაც ახლა მე პირადად არ მიმუშავია, მაგრამ ვიცი, გამიგია, რომ ხშირად ხდება არასწორად აუტისტად მოაზრება, როდესაც საქმე ეხება ინფანტილურ ფსიქოს. კი. ანუ ეგეც ძალიან ხშირია და აი სწორედ ამიტომ არის, რომ აი აქ საფრანგეთში მაგალითად ესე არ ხდება, რომ მიხვიდე მიიყვანო შვილი და 15 წუთში დაგისვან დიაგნოზი, გითხრა და გამოგიშვან. არა, ანუ თლად მარტივად არის აქაც საქმე, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემებია, ბავშვთა ინსტიტუციები გადატვირთულია, ადგილი არ არის, მომლოდინეთა რიგი უზარმაზარია, წლობით დგანან მშობლები იმისთვის, რომ როგორმე დიაგნოზამდე მივიდნენ და ეს პროცესი იმის ზოგი არის, რომ აი 1 წელი, ეხლა მაგალითად ერთ-ერთი მშობელია, რომელიც მელაპარაკა, რომ ზუსტად 1 წელი ილოდებოდა იმისთვის, რომ მიეღწია ფსიქიატრამდე იმისთვის, რომ დიაგნოზი დასმულიყო და მეორე პრობლემა ის არის, როგორც ის ამბობს, რომ ეს არის ძალიან კიდევ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ხშირად კვირები, თვეები გასდევს, იმიტომ რომ ანუ რეალურად ძალიან დიდი დრო ჭირდება აუტიზმის დიაგნოზის დასმას. თუმცა ალბათ ღირს გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, მოთმინებათ იმისთვის, რომ სწორი დიაგნოზი დაისვას. ეხლა მე ვიმუშავე ჩემი სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში, რომელიც დავიცავე მე სამაგისტრო, ვიმუშავე სწორედ აუტიზმის დიაგნოზზე. როგორ ხდება დიაგნოსტირება და რა ეფექტები აქვს აუტიზმის დიაგნოზის სტირების პროცესს მშობლების ფსიქიკაზე. და ძალიან, ასე ვთქვათ, საინტერესო მოსაზრებები მივიღე მშობლებისგან, შვილებსაც დიაგნოზი დაესვათ და ანუ კიდევ ერთხელ გავიგე, რამდენად დელიკატური პროცესია ეს და რამდენად საფრთხილო, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ სწორი დიაგნოსტირება მოხდეს. და აქ არიან ადამიანები, ფსიქიატრები, რომლებიც ესე ნაჯახის ჩარტყმით 10 წუთში აჯახებენ მშობელს, შენი შვილი აუტისტია და ნახვამდის.
დაიყვანე ABA თერაპიაზე. შრომელი გამოდის აი თავს არ დაცემული. აქეთ არის მისახედი მერე. ალბათ მაგიტომაც ხდება ხშირად, რომ აი მწვანე სახლმა მიიღო უამრავი მშობელი, რომელიც მოვიდა განადგურებული ნამდვილად. მარიამ, გამარჯობა. მადლობა საინტერესო სემინარისთვის და ანკო მახსენა ABA თერაპია და ამაზე მინდოდა მე რაღაც კომენტარი და პლუს კითხვა. მე მაქვს გამოცდილება ABA თერაპიის, იმიტომ რომ ჩემი პრაქტიკა დაიწყო ABA თერაპევტობით და აი ხა რასაც გისმენდი და რასაც საუბრობდი, რამდენად აი აბსოლუტურად სხვანაირი სტრუქტურა აქვს ის ანუ ის ტექნიკა საერთოდ სხვა რამეს აკეთებს და თუ თქვათ ამ თეორიით ვიხმძღვანელებთ ხო არ არის შესაძლებელი და ალბათ კი რომ ან კი არ დავეხმაროთ არამედ დავუშავოთ რაღაცა იმიტომ რომ ძალიან შეჭრითია და ძალიან ესე გამახსენდა მე პირადად რადგან წამოვედი ABA თერაპევტობიდან დავანებე თავი იყო ის რომ არ იყო ჩემთვის ის ტექნიკა ამბობდა რომ რა ვიცი დაიჭირე ბავშვი რომელსაც რაღაც მოძრაობების განხორციელება უნდა და იწერან რომ ამბობდი რომ სხეული და ეს თუნდაც სტერეოტიპული ქცევები რაღაცას ამბობს და ეს უნდა გავშიფროთ ანუ იქ ხდება პირიქით ანუ რაღაცებს ბლოკავთ რაღაცებს გადავასწავლით და მე ვიცი რომ ამ ზუსტად იგივე თერაპიას იყენებენ ცხოველების გასაწვრთნელად თქო მართლა არის საქართველოში ინდიკაცია რომელიც ამ behaviorismით ესე ვთქვათ დაასწავლის ძაღლებს რაღაცებს. ხო, ჩემი კომენტარი და კითხვაც ეს იყო, რომ ხომ არ გქონია პრაქტიკაში, რომ ABA თერაპიიდან წამოსული ადამიანი მიგეღო, ეს ერთი. და მე მეორე ზრდასრულ ასაკში, ანუ თუ გქონია გამოცდილება ზრდასრულთან, აუტისტთან, ზრდასრულ ადამიანთან, ან თინეიჯერთან, კიდევ უფრო დიდთან, თერაპია და აი მანდ როგორ როცა წინ არა აქვს არანაირი თერაპიული ასე ვთქვათ გამოცდილება და რა სირთულეებია და ყველაფერი მოხდება. მადლობა. მადლობა. ძალიან საინტერესოა, რასაც ამბობ. ანუ მე ჩემი პრაქტიკაც მაქედან იწყება. ჩემი პირველი სამუშაო იყო ქცევითი თერაპია. ანუ მე ვიმუშავე როგორც ქცევით თერაპევტად, ასე ვთქვათ, და მივხვდი შემდეგ, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე, ეს არ იყო ჩემი მოწოდება, ნამდვილად სასწრაფო წესით უნდა დამეტოვებინა ეს. და წამოვედი მეც რა თქმა უნდა. რაც შეეხება მიმიღია თუ არა, სიმართლე რო გითხრა, მე ალბათ ბავშვის ასაკს გააჩნია. მქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც დედა დამიკავშირდა და მითხრა და მკითხა თუ შემეძლო მიმიღო მან საქართველოში აუტისტი მოზარდი. ანუ იმ მომენტისთვის ეს ბიჭი იყო ალბათ 16-17 წლის და რომელიც ალბათ მინიმუმ 10 წელი მე როგორც ვკითხე ამ მშობელს მინიმუმ 10 წელი გადიოდა ქცევით თერაპიას. შესაბამისად მე შემდეგ უარი ვთქვი ამ შემთხვევაში ამ მოზარდთან მუშაობაზე, იმიტომ რომ ჩავთვალე რომ ეს იქნებოდა ძალიან რთული როგორც ჩემთვის, ასევე რთული შეიძლება ყოფილიყო ამ მოზარდისთვისაც, იმიტომ რომ ანუ ის უნდა შეჯახებული ყოფილიყო ორ სრულიად სხვადასხვა რეალობასთან. ანუ ჩვენთან სადაც ჩვენ უსმენთ და სხეულს ჩვენ ასე ვთქვათ არა მარტო ფსიქიკურად უსმენთ მის სხეულსაც, ხო როგორ არის სხეულით გამოხატული მისი ეს შინაგანი შფოთვა. და შესაბამისად არ ვიმუშავე, იმიტომ რომ ძალიან მერტულა და ჩავთვალე რომ ანუ ძალიან დაგვიანებული იქნებოდა, არ ვიცი, შეიძლება სხვას მიიღო ჩემს ადგილზე, მაგრამ მე ესე ჩავთვალე სწორად, რომ ანუ იმ მომენტისთვის არ იქნებოდა კარგი, არც ჩემთვის და არც მისთვის და არ მივიღე და მიმუშავია კი ანუ ABA თერაპიიდან მოსულ ბავშვებთან, ასე ვთქვათ, მაგრამ მე დავიწყებდი მაშინ ალბათ 5-6 წლის იქნებოდნენ ეს ბავშვები და ძალიან დიდი შედეგიც ვნახეთ, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. მაქვს ერთი кейსი, რომელიც ასე ვთქვათ, ჩემს პრაქტიკაში შთამბეჭდავი სახით დარჩა, кейსაც დარჩა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ბავშვი პარალელურად გადიოდა ABA თერაპიას და პარალელურად მე ვმუშაობდი მასთან.
და ძალიან კარგი შედეგები ვნახეთ. ანუ ამ ბავშვმა ნელა-ნელა მეტყველება დაიწყო, იმიტომ რომ მე როცა ამ ბავშვთან მუშაობა დავიწყე, საერთოდ არ მეტყველებდა. და შემდეგ ნელა-ნელა მან დაიწყო მეტყველება, მაგრამ აქ არის კიდევ, ვფიქრობ, რომ თლა დიაგნოზიც არ იყო სწორად დასმული ამ შემთხვევაში. ანუ ბევრი ძალიან კომპლექსური кейსია, ასე ვთქვათ. და ამ ყველაფერმა გავლენა იქონია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ შედეგიც ვნახეთ. ანუ მე ძალიან დიდი წინააღმდეგი აღარ ვარ ამ ABA თერაპიას, ვფიქრობ, რომ შეიძლება დამხმარე თერაპიად, რა თქმა უნდა, იქნას გამოყენებული, ოღონდ მაშინ, როცა უკვე ვხედავთ, რომ ბავშვის სუბიექტივიზაცია რაღაცნაირად უკვე დაფუძნებულია, უკვე გაგებულია, იმიტომ რომ მე თუ მაგალითად რაღაცა მაშფოთებს, ხო? ანუ ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, აუტიზმის დროს არის წარმოდგენილი უცვლელობის ძლიერი შფოთვა. ამიტომაც არიან, რომ კეტავენ გარესამყაროს კარებს, იმიტომ რომ გარედან შემომავალმა სტიმულებმა გადაწვა არ გამოიწვია, ფსიქიკური გადაწვა და მე თუ ამას ჩავკეტავ და ემოციად ვერ გარდავქმნი, იმიტომ რომ ვიცით, რომ ემოციურად ვერ გარდაიქმნება ეს. და შესაბამისად ის რაც ემოციად ვერ გარდაიქმნა, გამოვლინდა სხეულით. და შენ თუ მოხვალ და მე თოკით გამბოჭავ პირობითად, ან გინდა ცხელებს შემოღო, ჩემთვის ხო სულ ერთია, მე თოკით ვიქნები გაკოჭილი თუ ასე ვიქნები და ასე ვთქვათ შებოჭილი, ხო? ანუ შენ მე რას მეუბნები, რომ მე არაფერს არ ვგრძნობ, მე არ ვარ სუბიექტი, რომელსაც შეიძლება რაღაც ისე შეინოდეს, რომელიც შეიძლება რაღაცას აზროვნებდეს და რომელსაც შეიძლება გრძნობები და განცდები გააჩნდეს. და როცა მე ისედაც მე შინია და შენ კიდე ზემოდან მიმატებ, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ უფრო ამწვავებ ბავშვის ამ მდგომარეობას და პროგრესზე რამდენად შეიძლება ვილაპარაკოთ. აი ამ დროს მე ვამბობ ამ დროს, თორე თუ უკვე ისეთ დროს ვიწყებთ, როდესაც რაღაც გარკვეული ფაზები, ეს გარკვეული ეტაპები ბავშვთან აშენებულია, მაშინ ალბათ შეიძლება კი, რომ მაგრამ არა ხისტია, არ ვიცი, შეიძლება აღარც არის უკვე ხისტიება, თუმცა თუ შეიძლება რა ჩაკერთოთ ABA-სთან დაკავშირებით. აუცილებლად. ხო. მე ვფიქრობ, რომ ABA, რომელიც მოიაზრება ისე, რომ ბავშვებს კოჭავს, სტიმინგებს უბლოკავს, არის უბრალოდ არასწორად ჩატარებული ABA და ABA თავის თავში არანაირად არ მოიაზრებს ბავშვის ემოციების, სტრესის, შფოთვის დაიგნორებას და ვიცი, რომ ისეთი ბნელი წარსული აქვს და საქართველოში მით უმეტეს თანამედროვე ABA ძალიან გვიან შემოვიდა. თუმცა როგორც ყველა მიდგომაში, ისე ABA-ში ყველაზე უკიდურესი გზა არის ბავშვის ფიზიკური დაბლოკვა, ეგეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ძლიერი თვითდაზიანების დროს სიცოცხლის უსაფრთხოების რისკი ვეღარ ინარჩუნებთ, არა? მგონია, რომ ცოტა არასწორი ის არის ხოლმე. თავისი მიზეზები აქვს, რატოც არის ესე, იმიტომ რომ ვიცი, რომ საქართველოში მართლა ესე ტარდებოდა და არა მარტო საქართველოში, თუმცა დღევანდელი ABA თუ ესე ტარდება, ნიშნავს იმას, რომ არ ტარდება სწორად და ეგ არ არის ABA, რაც უნდა ტარდებოდეს. მეც ეს ინფორმაცია მაქვს, მეც ეს მინდოდა მეთქვა, რომ ჩემი მეგობრები არიან ABA თერაპევტები, საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე და ხო, ძალიან ესე ვთქვათ, შემწყნარებელი გახდა ABA, ესე ვთქვათ, ის ძველი ძალიან ხისტი რო იყო, რაც მეც მახსოვს, ხო, ისეთი აღარ არის, როგორც ამბობ. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია თუ ასეა, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ უნდა მოვიაზროთ აუტისტი ბავშვი როგორც მოაზროვნე სუბიექტი და ჩვენ თუ ამ მოაზროვნე სუბიექტის ჩაკვლას შევეცდებით, მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, შემდეგ უფრო რთულია ალბათ ნებისმიერი თერაპიის გამოყენება, ეს არ ეხება მარტო პირობითად ABA თერაპიას, ხო? მნიშვნელოვანია როგორ არის, იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ შემთხვევაში როგორ არის, ხო, ვინც ფსიქოანალიტიკური მიდგომებით მუშაობთ, ფსიქოთერაპიით, ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ ასევე, რომ ჩვენ მუშაობთ ჩვენი კონტრტრანსფერით, ხო, რომელიც ასე ვთქვათ ფსიქოანალიზის განუყოფელი ნაწილია და ასე ვთქვათ კლინიკური სამუშაოს განუყოფელი ნაწილია კონტრტრანსფერი, ისევე როგორც ტრანსფერი, ხო, პაციენტიდან მომავალი განწყობები ანალიტიკოსი, მაგრამ არანაკლები მხედველობაში მისაღები არის კონტრტრანსფერი, ასე ვთქვათ, გადაცემა პირიქით ფსიქოანალიტიკოსიდან პაციენტზე და ანუ სწორედაც ეს არის, რომ ანუ ჩვენში როგორ არის მოხელთებული და მოაზრებული ის ბავშვი, ასე ვთქვათ, აუტისტი ბავშვი, ვისთანაც მუშაობთ, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ნებისმიერი თერაპევტის
კონტრტრანსფერში როგორ არის მოხელთებული ბავშვი, ვისთანაც ის მუშაობს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თავისი წონა აქვს და მნიშვნელობა. შეიძლება მეც დავსვამ ერთ შეკითხვას. გამარჯობა. მადლობა ძალიან საინტერესო მოხსენებისთვის. პატარა კომენტარის გაკეთება მინდოდა, მე ქცევით თერაპევტად მუშაობ და მინდოდა მეთქვა, რომ ნამდვილად აბსოლუტურად გათვალისწინებულია დღეს ბავშვის სურვილები და საჭიროებები და არანაირად არ ხდება ბავშვის საჭიროებების ჩაქრობა, ესე რომ ვთქვათ რა, პირობითად თუ ორალური სტიმულაცია ჭირდება ბავშვს და ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ ეს დაიკმაყოფილოს, უბრალოდ თავისუფლად რაღაც ერთ კონკრეტულ ალტერნატივას პირობითად ტუბს, რომელიც სულ ექნება ჩამოკიდებული და არ ვაძალებთ, რომ აბა ეს არ გააკეთო. და რაც შეეხება ჩემ შეკითხვას, ძირითადი მომართვიანობა, რატომაც მშობლებს მოყავთ ხოლმე ბავშვები ქცევით თერაპიაში, არის ჩვენთან, რომ ზოგადი ფუნქციონირება განუვითარონ ბავშვს, განსაკუთრებული აქცენტი იკეთება ხოლმე მეტყველებაზე, და დროსაც ძირითადად უგულვებელყოფენ ხოლმე ბავშვის რესურს შეუძლია თუ არა, ეხლა მაგალითად 12 წლის, 13 წლის ბავშვს მეტყველება დაიწყოს მაგალითად, მაგრამ ეს მოლოდინი აქვთ და მაინტერესებს თქვენ სადაც მოღვაწეობთ, რა არის ხოლმე ძირითადად მშობლის დაკვეთა, როცა მოყავთ ფსიქოანალიტიკოსთან, იმიტომ რომ ჩემთვის მე საერთოდ არ მქონდა ინფორმაცია, როგორ მუშაობს ფსიქოანალიზი აუტიზმთან და ეს საინტერესოა, რა დაკვეთით მოდიან ხოლმე თქვენთან, ან როდის მოდიან პირობითად გამოსცადეს ABA და რაღაც შედეგები ვერ დაინახეს და მერე მოდიან ხოლმე თუ დასაწყისშივე ამით იწყებენ. მადლობა. ალბათ პირველ რიგში ხაზს გავუსვამდი იმას, რომ მე არ ვარ ფსიქოანალიტიკოსი, ინფორმაციაში ვარ ჯერ კიდევ. თუმცა, ანუ კლინიკური ფსიქოლოგი ვარ მე, თუმცა ჩემთან მშობლები, რომლებიც მოსულან და ბავშვები მოუყანიათ, ხშირად ყოფილან მშობლები, რომლებიც მოდიან პირდაპირ დიაგნოზის შემდეგ, იმისთვის, რომ არიან სრულიად განადგურებულები ამ დიაგნოზის დასმის პროცესით, იმისთვის, რომ ინფორმაციის მიწოდება არ ხდება, იმისთვის, რომ არ ხდება თვითონ აუტიზმის ახსნა დიაგნოსტირების პროცესში, რაც არის უმნიშვნელოვანესი, იმისთვის, რომ მშობლების, ასე ვთქვათ, ფსიქიკური დანგრევა თავიდან ავიცილოთ, იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნე, ჩვენ არ მუშაობთ სეპარირებულად ბავშვთან, ხო? ჩვენ მუშაობთ სამი, ასე ვთქვათ, ჩვენ არ ვართ ცალკე, არის ფსიქოთერაპევტი, არის ბავშვი და არის მშობელი და ანუ ასე ვთქვათ, ხდება მუშაობა ამ სამს შორის და შესაბამისად მშობელი მოდის ხშირად მაგალითად ერთ-ერთმა მშობელმა მითხრა, რომ როდესაც მის შვილს დიაგნოზი დაესვა აუტიზმის და ეს მოხდა 10 თუ 15 წუთში მაქსიმუმი, არავინ არ განუმარტა რა არის აუტიზმი, უბრალოდ უთხრეს, რომ შენი შვილი არის აუტისტი და მთელი ცხოვრება იქნება აუტისტი. რომელიც შემდეგ ეს მშობელი მოვიდა ჩემთან, ასე ვთქვათ, და გააჟღერა ესეთი ფრაზა, რომ როდესაც მე აღარ მინდოდა სიცოცხლის გაგრძელება და მქონდა სუიციდური აზრები თავში იმისთვის, რომ მე ვეღარ შევძლებდი ცხოვრებას ამ დიაგნოზით და ასეთ ბავშვთან, იმიტომ რომ ხშირად თვითონ მშობლები იყენებენ ასეთი ბავშვი. ანუ მე ხშირად ვაწყდებით პრაქტიკაში, რატომ არის გამოწვეული, იმიტომ რომ ინფორმაციის ნაკლებობა არ არის. ანუ რეალურად მიწოდება არ ხდება ინფორმაციის, რა არის აუტიზმი. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი გამოცდილებიდან დავძენდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მშობელთან მომიწია ეხლა ამ ბოლო დროს გადაკვეთა და საუბარი და მშობლები ლაპარაკობენ თუ როგორი მნიშვნელოვანი მომენტი აღმოჩნდა ეს დიაგნოსტირების პროცესი, როდესაც კარგად განუმარტა ფსიქიატრმა ან ფსიქოლოგმა, რომელმაც დიაგნოზი დასვა, რა არის აუტიზმი და როგორ გაყვა მშობელს, როგორ აკომპანირებას უკეთებს ამ გზაზე, იმისთვის რომ მშობელი ფსიქიკურად არ დაიღვენთოს. ანუ ვიცით რომ არ არის ეს მარტივი არც მშობლისთვის და არც გარშემოყოფებისთვის და ხშირ შემთხვევაში მშობელი ცალკე იკეტება, ბავშვი ცალკე არის ჩაკეტილი და კიდევ უფრო დიდ პრობლემას ვაწყდებით, ვიდრე აქამდე შეიძლება ყოფილიყო და შესაბამისად ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის მომართვიანობა ის არის, რომ დიაგნოსტირების პროცესი იყო ძალიან რთული, მშობელს არავინ არ მოусმინა, მე აღნიშნე კიდევაც და ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ამის კიდევ ერთხელ გააზრება, რომ მშობლები არიან პირველები, რომლებიც ხშირად ამჩნევენ პირველად ნიშნებს თავიანთ შვილთან და ამას აღიქვამენ,
როგორც რაღაცა სხვანაირი ნიშანი, იმიტომ რომ აი ერთ-ერთი მშობელი ამბობდა, ვისთანაც ვიმუშავე, რომ მე ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო ჩემი შვილი, რომელსაც შევამჩნიე, რომ ის სახელზე არეაგირებდა და ანუ შესაბამისად დაკვირვებას ვაწარმოებდიო მეგობრის ბავშვთან, რომელიც ამ იმ ეტაპზე, იმ ასაკისთვის რეაგირებდა სახელზე. და როდესაც მე ეს აღმოაჩინე, წავედი ექიმს ვუთხარი, რომ იცი რა არის ეს არ რეაგირებს და მომეხმარე, ანუ იმან უთხრა, რომ იცი არ უნდა მოიცადო, არა უშოს უნდა გაიზარდოს, შეიძლება მამამ დაიწყო ძალიან გვიან ლაპარაკი და დაველოდოთ, რომ იქნება მონეთ ცოტა მოგვიანებით დაიწყოს ლაპარაკი და შემდეგ ხშირად უკვე ძალიან დაგვიანებულია, როდესაც უკვე მშობელი მიდის და დაგვიანების მიზეზი ხდება ეს ყველაფერი და შესაბამისად ალბათ მშობლები არიან პირველები, რომლებსაც უნდა ვუსმინოთ და აკომპანირება გავუწიოთ ამ ძალიან რთულ გზაზე, ასე ვთქვათ, და ვიმუშაოთ, როდესაც ბავშვთან მუშაობ, უნდა იმუშაო მშობელთანაც იმისათვის, რომ როგორც აღნიშნეთ, ეს დარღვეული კავშირი შვილსა და მშობელს შორის აღვადგინოთ და ანუ მე დავამატებ თუ შეიძლება ეს კითხვას იმაზე რაზეც მარიამმა ესე ილაპარაკა თავიდან შესავალში საერთოდ უნდა ითქვას რომ აუტიზმი როგორც ბავშვებთან განვითარების ადრეული დარღვევა როგორც ახლა უწოდებენ ან განვითარების მძიმე დარღვევა აღწერეს ფსიქოანალიტიკოსებმა ანუ პირველი, ვინც ეს გააკეთა, სინამდვილეში იყო, ბლეილერი ამ ტერმინს ხმარობს შიზოფრენიულ პაციენტებისთვის. ის ლაპარაკობს აუტისტურ კაფსულაზე, მაგრამ არა აუტიზმზე. მარგარეტ მილერი ახსენე, მარგარეტ მილერი ლაპარაკობს არა აუტიზმზე, არამედ სიმბიოტურ ფსიქოზზე. მელანი კლაინთან ჩვენ რა გვაქვს? ჩვენ გვაქვს დიკის შემთხვევა და უამრავი სხვა შემთხვევა მასთან, სადაც ფსიქოანალიზში ამას ეძახდნენ და ანგლოსაქსონურ ტრადიციაში ბავშვთა შიზოფრენიას. მერე გავრცელდა უკვე ტერმინი ბავშვთა ფსიქოზი და ამის შემდეგ ფსიქოანალიტიკურ ციახში სწორედ კაცრად გაიმიჯნა ბავშვთა ფსიქოზი ბავშვთა აუტიზმისგან. რატომ? იმიტომ რომ და მთელი ეს დიფერენციალური დიაგნოსტიკა აუტიზმის და უკიდურესად უხვი კლინიკა ერთის მხრივ აუტიზმის და მეორეს მხრივ ბავშვთა ფსიქოზების მთლიანად არა მხოლოდ იქნა აღწერილი, არამედ მკურნალობის პროცესთან მთლიანად იყო წარმართული ფსიქოანალიტიკოსების ამ პედოფსიქიატრების მიერ, ვისაც ჰქონდათ ფსიქოანალიტიკური ფორმაცია. მაგალითად, როცა დღეს ვლაპარაკობთ სენსორულ ოთახზე აუტისტ ბავშვებთან ან სენსორული ინტეგრაციის საკითხზე, ეს შემოიტანა, რაც ახსენა მარიამმა დონალდ მელცერმა, მაგრამ შენ არ გითხოვს თავარი ტერმინი, რომელიც მან შემოიტანა ადეზიური იდენტიფიკაციის ცნება. როდესაც ბავშვი იდენტიფიცირდება გარეკანთან, ხმასთან და ასე შემდეგ. ფრანს ტუსტენი ახსენა მარიამმა, რომელმაც შემოიტანა აუტისტური ობიექტის ცნება და მას აქვს ესეთი საინტერესო გამონათქვამი ფრენსის ტუსტენს, რომ აუტისტ ბავშვს ხშირად უჭირავს სათამაშო, რომელსაც ხელიდან ვერაფრით ვერ გამოგლეჯს. ის ამბობს, რომ ბავშვს კი არ უჭირავს სათამაშოს უჭირავს ბავშვი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს და მან შემოიტანა აგრეთვე ცნება აუტისტური ხვრელის, რაც ნიშნავს იმას, რომ აუტისტ ბავშვთან რეპრეზენტაციული პროცესები, სიმბოლიზაციის პროცესი საერთოდ არ გვაქვს. სუბიექტი არ არის დაბადებული ფსიქიკურად, რაზეც ლაპარაკობდა მარიამი, ალიენაცია სეპარაციის საკითხი არ მოხდარა და ის ფაქტიურად განიცდის უძირო ვარდნას, როგორც ვინიკოტი იყო და აი ამ აუტისტურ ხვრელში. საიდანაც იბადება აუტისტი ბავშვის ეს კივილი, განწირული და შფოთა. ერთი სიტყვით, მათ შორის ლეო კანერიც იყო ფსიქოანალიტიკოსი. და მათ შორის კი ძალიან დაახლოებული ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებებთან ერთ სიტყვით. ანუ მთლიანად განიცდიდა ფსიქოანალიზის გავლენას მისი აღწერილობა, როცა იკითხვა აუტიზმის, არის ძალიან ბევრი უხვი ტერმინოლოგია მათ შორის ფსიქოანალიზის. შეიძლება ითქვას, რომ თავიდან რასაც ერქვა, რაც უწოდებდნენ ბავშვთა შიზოფრენიას, მერე ბავშვთა ფსიქოზებს, მერე სიმბიოტურ ფსიქოზს მარგარეტ მილერთან და მერე ლეო კანერმა უკვე მოახდინა გამოადიფერენცირა აუტიზმი, როგორც ცალკე ნოზოლოგია
და საბოლოო ჯამში ამან შექმნა ძალიან დიდი დიფერენციალური, კლინიკური, ძალიან დიდარი ფსიქოპათოლოგია. მოხდა ისე, რომ აუტიზმი მთლიანად ჩაეხსნა ფსიქოანალიტიკურ მოძღვრებას და გახდა ჰანდიკაპი, ესე იგი შეზღუდული უნარების კლასიფიკაციის ნაწილი. დღეს აუტისტი ბავშვი არის არა ფსიქოთერაპიის ან ფსიქოანალიზის ან ფსიქოთერაპიული ინტერვენციის სუბიექტი, არამედ სამედიცინო ინტერვენციების სუბიექტი, რომელიც ცნობს მხოლოდ AB თერაპიას. AB თერაპია, რომელიც ამავე დროს არასდროს გამოიყენებოდა არა მხოლოდ აუტიზმის შემთხვევაში, არამედ საერთოდ მძიმე ფსიქიკური დარღვევების შემთხვევაში ბიჰევიორალური მეთოდის გამოყენება არსად არ ხდებოდა. აი ეს სტიმულ-რეაქციის თეორია შემოვიდა ამერიკიდან და თავის DSM-თან ერთად და აუტიზმი და ბავშვთა ფსიქოზი და მთელი ეს, ასე ვთქვათ, ერთმანეთისაგან ძალიან ფაქიზად განსხვავებული და დიაგნოსტიკა ჩაყარა ერთი ნოზოლოგიური ერთეულის ქვეშ, რომელსაც ქვია აუტისტური სპექტრის აშლილობები, რომელიც საერთოდ აღარაფერს აღარ ამბობს და მშობლებს ფაქტიურად უკეტავს გზას იმისკენ, რომ მათ შეძლონ საუბარი თავის დანჯვაზე, რაზეც მარიამი ლაპარაკობდა, და რომ ვინმე შეძლოს გაგება ბავშვის დანჯვის. ანუ მთლიანად აუტისტი ბავშვი დღეს არის მედიკალიზირებული, ანუ მედიკამენტების ქვეშ და ერთადერთი ფორმა თერაპიის, რომელიც არ არის ფსიქოთერაპია, რომელიც მათ ენიშნებათ ზოგიერთ ქვეყანაში, ყველგანაც არ არის, ეს არის AB თერაპია. რაც რა თქმა უნდა მთლიანად გამორიცხავს აუტიზმის ფსიქოგენეზს, აუტიზმის ფსიქიკურ შეიძლება ცხოვრებას. ჩაგეკითხოთ? აი ბარემ დავასრულებ აუტისტის ბავშვის ფსიქიკურ ცხოვრებას და ამავე დროს, რაც ყველაზე ცინიკურია, გამორიცხავს იმას, რომ აუტიზმი და ბავშვთა ფსიქოზები აღმოაჩინეს, აღწერეს და უმკურნალეს ფსიქოანალიტიკოსებმა. და დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ ისმება კითხვა ხშირად, რას აკეთებენ ფსიქოანალიტიკოსები აუტიზმ ბავშვებთან და მე პირიქით დავსვამდი კითხვას, რას აკეთებენ არა ფსიქოანალიტიკოსები აუტიზმ ბავშვებთან. და არის ესეთი წიგნი, რომელიც ჩვენ ახლა დავიწყეთ ამის თარგმნა, კატრინ ვანიეს ეს სულ მიდევს მაგიდაზე, იმიტომ რომ თარგმნი, რომელსაც ქვია აუტიზმი სხვაგვარად როგორ შევშალოთ ჭკუიდან მშობლები. და აქ ლაპარაკია რაზე? ლაპარაკია იმ მედიკო-ლეგალურ და სანიტარულ რეჟიმზე, რომელშიც მოყვნენ აუტისტი ბავშვები, არა როგორც ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვები, იმიტომ რომ აუტიზმი ნამდვილად არის ფსიქიკური აშლილობა, მით უმეტეს ბავშვთა ფსიქოზები, რომლებიც აღარ არის გამიჯნული DSM-ში ერთმანეთისგან, მთლიანად მოწყვიტეს ფსიქიკური სფეროს და გადაიტანეს სამედიცინო სფეროს ნაწილად და რომ მერე მოხდეს ამისი კარგი მართვა ინსტიტუციებში. ამიტომ ამან ესე იგი ფაქტიურად მოსპო ფსიქოპათოლოგიური, ფსიქოანალიტიკური და საერთოდ ფსიქიატრიული აზროვნება აუტიზმის ირგვლივ. დღეს რასაც ჩვენ აუტიზმის დროში ვაკვირდებით, ეს არის მართლა კატასტროფა. დიახ, რაღაცა კითხვა გქონდათ და აღარ დაგაცალეთ. დიახ, პირველ რიგში მადლობა ამ თემის განხილვისთვის, თქვენც და მარიამსაც, თემა მართლა ისეთი სენსიტიური AB თერაპიაც აუტიზმით და ზოგადად გარემო ის რაც საქართველოშია, აღარ გავაგრძელებ ამაზე, თქვენ ახსენეთ, რომ აუტიზმი როგორც ნეირომრავალფეროვნება, ამასთან მიმართებაში ხდება მედიკამენტოზური მკურნალობა. ჩემი ინფორმაციით და ჩემს ირგვლივ, მე გახლავთ ფსიქოლოგი და ქცევის თერაპევტი. ამბობენ და მე რა ინფორმაციაც მაქვს, თანამედროვე კვლევებიც ამბობს, რომ აუტიზმი არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას და არანაირი მედიკამენტის მიცემა არ გვაძლევს უკეთეს შედეგს. მხოლოდ ABA თერაპიას უწევენ რეკომენდაციას და აი სწორედ აქ მინდა ჩაგეკითხოთ, რა მედიკამენტებზე საუბრობდით თქვენ? იცით რა შესაძლოა? აუტიზმი ერთი რომ არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას, რას ნიშნავს? აუტიზმი იკურნება, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ აუტისტი ბავშვი აღარ იყოს აუტისტი ბავშვი. მედიკამენტოზური მკურნალობა გულისხმობს, როცა არის მძიმე შფოთვები, ამ შფოთვებს ქვია მაგალითად არარსებობის შფოთვა, არ ყოფნის შფოთვა, დანაწევრების შფოთვა ფსიქოზის დროს, აუტიზმის დროს ჩვენ არ გვაქვს დანაწევრების შფოთვა, გვაქვს ფსიქოზის დროს. მოკლედ ეს დიფერენციაცია დაკარგულია დღეს თანამედროვე DSM-ში, რომელიც გახდა რაღაცა საზოპირო
ბევრი ფსიქოლოგისთვის არ ექვემდებარება მედიკამენტოზულ კურნალობას ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს დღეს მე შემიძლია ის გითხრათ სრულ პასუხისმგებლობით ალბათ მარიამის დამეთანხმება ბიოლოგიური მარკერი თავის ტვინში რომლითაც ჩვენ ვიტყვით ერთმნიშვნელოვნად რომ თავის ტვინში მიმდინარე ესა და ეს ნეიროფიზიოლოგიური პროცესები ან თავის ტვინის რომელიმე უბნის დაზიანება თანდაყოლილი თუ შეძენილი იწვევს აუტიზმს არ არსებობს აუტიზმის ბიოლოგიური მარკერი სამაგიეროდ და რაზეც დღეს ნაკლებად ვისაუბრეთ მაგრამ ყველაფერზე ერთ სემინარში ვერ ვისაუბრებთ არსებობს გიგანტური კორპუსი თეორიის დაწყებული როგორც მარიამმა თქვა მელანი კლაინი, ფრანს ტუსტენი, დონალდ მელცერი, ბრუნო ბეტელჰეიმი, ჯენევიე ვაგით, მარგარეტ მალერით, ფრანსუაზ დოლტოთი, როზინდა რობინ ლოფერებით, ლაკანებით, დოლტოთი, მოდმანონი წარმოუდგენლად დიდია ავტორთა რიცხვი, რომლებმაც იკვლიეს პირველადი ურთიერთობები დედასა და ბავშვთან ზოგადად ფსიქიკურ პლანში მარიამ მახსენა ლაკანის არქისტადია მზერა როგორც ობიექტი და ხმა და მათ მოგცეს ფაქტურად დასრულებული თეორია აუტიზმის ფსიქოგენეზის რომელიც შეიძლება იყოს ნაწილობრივ მართალი ნაწილობრივ მცდარი ბევრ რამეში ნაწილობრივ მაგალითად ბეთელჰემთან რომ თავის ნაწარმოებში ცარიელი ციხესიმაგრე ცოტა გადაჭარბებული და ასე შემდეგ მაგრამ უნდა ითქვას რომ ყველაზე მეტი დაიწერა ფსიქოანალიზში, იმიტომ რომ ფსიქოანალიზი აღმომჩენი ბავშვებთან ამაშილობის, ყველაზე მეტი პრაქტიკა იყო ფსიქოანალიზში და არსებობს თეორიები მთელი, თუ რა შეიძლება იწვევდეს აუტიზმს პირველადული ურთიერთობების დონეზე, რომელიც ხდება დედასა და ბავშვს და დედასა და გარემოს შორის. როცა გარემო ამ სიტყვის ვინიკოტისეული გაგებით ან ვიღონ მან განიცდის მარცხს. ეს თეორიები არის გვერდით გადაწეული და იმ პირობებში რატომ იმიტომ რომ ისინი ძალიან რთულია იმიტომ რომ აუტისტ ბავშვთან ფსიქოთერაპია შეიძლება გაგრძელდეს წლები და შეიძლება მთელი ცხოვრება ეს არავის არ უნდა და ამიტომ ისინი ცდილობენ რომ აღმოაჩინონ ბიოლოგიური მარკერი და საბოლოო ჯამში აღმოაჩინონ მედიკამენტი რომლითაც მოხდება აუტისტური პროცესების შეჩერება და დღეს არ არსებობს ასეთი ბიოლოგიური მარკერი სამაგეროთ არსებობს ფსიქოანალიზი, სადაც თეორია მაინც გვაქვს ამ საკითხში. იგი გადაგეთანხმები, მე როგორც გავაჟღერი, ანუ სწორედ რომ ფსიქოანალიტიკოსები იყვნენ პირველები, რომლებმაც აღწერეს და ბოლო რამდენი წელი იკულიეს და ასე ვთქვათ, გაამდიდრეს მთელი ცოდნა შემოიტანეს აუტიზმის გაგების პროცესში, მაგრამ ანუ რეალურად მართლა საფრთხის წინაშე ალბათ დადგა ეხლა ვდგევართ, როცა უკვე პედოფსიქიატრია თითქოს უკვე რაღაცა უკან დახიეს და ნელა-ნელა გაქრობის ფაზაზეც კი დააყენეს და რა თქმა უნდა დაგეთანხმები იმაში, როგორი ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანეს ყველაფერი და არადა მნიშვნელობა აქვს ფსიქოზას და აუტიზმს შორის განსხვავებას, თუნდაც სხეულის გამოხატულებას, ანუ აი როგორც თქვით, ხო? ანუ რეალურად ფსიქოანალიტიკური მოსაზრებით სწორედ ფსიქოანალიტიკოსები იყვნენ და განსაკუთრებით ეს იყვნენ ლაკანიანელები, აი როგორც აღნიშნეთ ეს ლეფორები, ასე ვთქვათ, როზინ და რობერ ლეფორები, რომლებმაც თქვეს, რომ ანუ ადამიანის სხეული ეს არ არის მარტო ორგანოების ერთიანობა, ასე ვთქვათ, და ის არის შენარჩუნებული როგორც სიმბოლიკური, ასე ვთქვათ, სტრუქტურა, რომელიც გადაკვეთილია ენით, სურვილით, ნაკლით და ასე შემდეგ და ანუ რეალურად ეს ლიტერატურა საშუალებას გვაძლევს იმისთვის, რომ ცოტა ღრმად შევიდეთ და ღრმად გავიგოთ, ანუ ფსიქიკური სტრუქტურირების შესახებ, რადგან დაგეთანხმები ნამდვილად, რომ არანაირი ბიოლოგიური მარკერი არ არსებობს. თუმცა არსებობს ძალიან ბევრი კვლევა, რომელიც რჩება ჰიპოთეზა, ყოველ წელს ერთი კვლევა მეორეს ანულირებს და ასე შემდეგ. უფრო მეტიც ზუსტად აი ამ აუტისტური სპექტრის ცნების გაჩენამ მოახდინა ის, რომ ზოგიერთი ნიშანი, ცალკეული აღებული სიმპტომი აუტიზმის სრულიად განსხვავებული კლინიკური და ნოზოლოგიური სტრუქტურის ფარგლებში შეიძლება გახდეს აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დანიშნვის მიზეზი. მაგალითად, როდესაც ბავშვს აქვს მძიმე დეპრესია, რომელიც არის ხშირად რაღაც ოჯახში მიმდინარე პროცესების შედეგი, ან ფობია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ასოციალური ქცევა,
ან მეტყველების დარღვევა სხვადასხვა მიზეზის გამო, რომელიც იყოს დაკავშირებული ფსიქოსექსუალური განვითარების რაღაცა საკითხებთან და ასე შემდეგ, ყველაფერი შეიძლება მთელი სპექტრი მართლაც ფსიქოპათოლოგიის ბავშვთა მოხდეს უბრალოდ არაფრის მთქმელი ეტიკეტის ქვეშ, რომელსაც ქვია აუტისტური სპექტრალური აშლილობები, რომელმაც სხვა შორის ჩაანაცვლა ნელ-ნელა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, რომელიც ადრე ფაქტიურად აუტიზმთან აუტიზმ სპექტრალურ აშლილობებთან გათანამრებული იყო დიაგნოსტირების კუთხით, მაგრამ დღეს 100%-ით დადასტურებულია, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი როგორც დიაგნოზი არ არსებობს. მას არ გააჩნია არავითარი საფუძველი არსებობის. ეს არის მოგონილი დიაგნოზი და ამაზე შეიძლება ამაზე სტატიებიც ვთარგმნით ჩვენ და ამაზე შეიძლება მართლაც ბევრი ვიდეოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დიაგნოზის გაყიდვა ბავშვებიდან გადაინაცვლა ზრდასრულებში და დღეს ჩვენ სულ უფრო მეტ ზრდასრულს ხედავთ, რომელიც მოდის ანალიზზე და ამბობს, რომ მე მაქვს ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ჰიპერაქტივობა, მაშინ როდესაც ადრე ყველა ძალიან ბევრ მშობელს ხედავდით, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩემ ბავშვს აქვს დეფიციტის ყურადღების და ჰიპერაქტივობა. დღეს უფრო მეტად ამბობენ, ჩემ ბავშვს აქვს აუტისტური სპექტრი. მოკლედ, საბოლოო ჯამში ეს დიაგნოზები დაიბადა არა ფსიქიატრიის და კვლევის წიაღში საბოლოო ჯამში, არამედ დაიბადა ბაზრის, სადაზღვევო ბაზრის განსაკუთრებით წიაღში, სადაც უფრო ადვილია სულ ორი დიაგნოზი ჰქონდეს და ამას აფინანსებდე AB თერაპიით მხოლოდ. კი ბატონო, აი მაგ საკითხთან მიმართებაში არ ვიცი ხელმისაწვდომია თუ არა ყველა ანუ ეს სტატია, რომელიც მე თარგმნე, პატრიკ ლანდმანის სტატია ჰიპერაქტიურობაზე, ანუ ეს პატრიკ ლანდმანი, რომელიც გახლავთ თარგმნი? თარგმნე სტატია ადრე. ჩვენ დავბეჭდეთ და შენ ნათარგმნია? ჩემი ნათარგმნია. იმედი ჩემი სახელი მიაწერეთ. ჩემი ნათარგმნია კი, ანუ მე ვთარგმნი მაგის სტატია, რომელიც მივიჩნიე, რომ შენ მწვანე წიგნი რო გამოეცით იმისთვის თარგმნი? საიტზე გვაქვს გამოქვეყნებული მწვანე სახლის. იმის სტატიაზეა საუბარი. ხო, წიგნისთვის რა ქვია სტატიას? სტატიას ქვია, ზუსტად აღარ მახსოვს, ეს თარგმნი ალბათ 1-8 წლის უკან, მაგრამ შემიძლია ვნახო და გითხრათ. ანუ მწვანე სახლის, მაგრამ საიტზე უკვე გამოქვეყნებულია. ან ჯგუფში რა დაწეროთ თუ არ დაგეზარებათ ვერე, რომ რჩება. მწვანე სახლის საიტზე მე ძალიან დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი. თუ არ ვწდები. აი, მაშინ ანკო თუ ნახე შენ, ანუ ალბათ იდება, მაშინ შეგიძლიათ ნახოთ, ქვია ჰიპერაქტიურობის ანუ რაღაც ესეთი სახელი ქვია, აი ზუსტად აღარ მახსოვს, ნამდვილად რა ქვია, მაგრამ კიდე არის ეს სტატია საიტზე და მეორე არის მწვანე წიგნი, რომელიც თარგმნით, ისიც პატრიკ ლანდმანის სტატიაა. ზუსტად ნახევარ საათის ველაპარაკე პატრიკს, როცა გავედი ზუმიდან პატრიქსთან მქონდა შეხვედრა. ჰიპერაქტივობას ეხება აგრეთვე. ეს ბავშვთა ფსიქოანალიზი ეს წიგნი მწვანე? დიახ. გასაგებ. და აი ამ სტატიაში სწორედ რომ ანუ ეს პატრიკ ლანდმანი არის ფრანგი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი, რომელმაც დააარსა ასოციაცია Stop DSM და ძალიან ბევრს მუშაობს დიაგნოსტიკის ირგვლივ და ძალიან საინტერესო სტატიებია ყოველთვის. მე პირადად თუ მხვდება ყოველთვის ბევრს ვკითხულობ მის სტატიებს. და ამ ჰიპერაქტიურობასთან და ყურადღების დეფიციტთან მიმართებაში, ანუ სტატია დაწერა რამოდენიმე წლის წინ და ზუსტად ის სტატია თარგმნია იმ მწვანე სახლის საიტზე თუთეავს და სადაც ის საუბრობს, რამდენად გაყიდვადი გახდა ეს დიაგნოზი და რამდენი მილიარდით გაიზარდა ბოლო 20 წელიწადში ამ დიაგნოზის გაყიდვა და რამდენად მედიკალიზირებულები არიან ბავშვები და ანუ იქ ის ასახელებს კიდევაც ანუ რა მედიკამენტების მიღება ამ დროს და რომ ყველანაირი თერაპია ჩანაცვლებულია ამ მედიკამენტებით, რომლებიც მერე სინამდვილეში ზრდასრულობისა თუ მოზარდობის ასაკში არ ქრება და ბოლომდე არ უჩინარდება, ანუ ის საუბრობს, რომ ეს მედიკამენტები იძლევა მხოლოდ დროებით შვებას და ამის აღმოფხვრა მედიკამენტებით, რა თქმა უნდა, შეუძლებელია და ეს დროებითი შვებაც დროებითია, რა თქმა უნდა, შემდეგ გადის, ეს პრობლემები ბრუნდება, ალბათ შეიძლება ხშირად გამწვავებული სახით და მაგრამ ასე ვთქვათ, რამდენად მარკეტინგული კუთხით, როგორი შეფუთული და როგორი გაყიდვადია ბოლო წლებში ამას ნამდვილად კარგად ვხედავთ.
და როგორც კი გამახსენა, კიდევ ძალიან ბევრი ავტორია ფსიქოანალიზში, რა თქმა უნდა, ყველა ავტორს მე ვერ შევეხებოდი ამ 1 საათის განმავლობაში, იმიტომ რომ მართლაც გამდიდრებულია ლიტერატურით, ფსიქოანალიზი და უამრავი ლიტერატურა, უამრავი სტატია იბეჭდება, უამრავი ახალი კვლევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუმცა შესაძლებელია მერე სემინარებად დაყოფა და თქმა უნდა გაგრძელება ამ საკითხზე საუბრის. კარგით, შეგვიძლია დავასრულოთ, არა მარიამ? კი, თქვენ თუ კითხვები აღარ გაქვთ, მადლობა კითხვებისთვის, ძალიან საინტერესო იყო კითხვები. პირიქით, მადლობა მოხსენებისთვის, ძალიან მადლობა ძალიან დიდი. მადლობა მარიამ, დიდი. დიდი მადლობა მარიამ. მეგონა მაქვს ხერხეთშიც გავაგზავნებ. ძალიან დიდი მადლობა მარიამ. კარგად. მადლობა. ნახვამდის. მადლობა.